რაღაც ვიდეო ჩაერთო მივესალმებით თქვენს აუდიტორიას, ფართო აუდიტორიას და ცნობის მოყვარე აუდიტორიას. ძალიან მოკლე პასუხი იქნება რა გითხრათ, რით გაგახაროთ. იმასთან დაკავშირებით რაც დღეს ხდება მსოფლიოში. რაც შეეხება ხა პროგნოზებს, ესეც არ არის თლად რომ ახლა შეიძლებოდა სამის პროგნოზირება და ახლა მეორე საკითხი არის რამდენი პროცენტი არის გამართლების და პროგნოზის ასრულების შანსი. თუმცა მე ორთვაში Facebook აუდიტორია, ჩემმა Facebook აუდიტორიამ იცის რომ სწორედ აი გუშინდელ თარიღზე 26/02/2026-ი მქონდა მითითება ჩემს Facebook-ზე და არაერთხელ აღნიშნავს რომ აი ამ თარიღს 26 თებერვალს, ანუ წლევანდელ 26 თებერვალს, იმიტომ რომ ეს არის სარკისებრი თარიღი, ესენი არიან ძალიან ხშირად მithქვავს რომ ეს მსოფლიოს მბრძანებლები, ანუ მთავრობის ზებოთ მდგომი ეს თქვა მთავრობა არიან როგორ გითხრათ ნუმეროლოგიით გატაცებულები და იყენებენ დამკვეთებს გულისხმობთ და ციფრების მიხედვით თამაშობენ მსოფლიოს უკაზე. აი როგორც იყო კიდევაც მსგავსი ესე ვთქვათ შემთხვევები მანამდეც და პრეცედენტი გქონდა, მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება დაგეგმილი იყო 22/02 ასევე 2022 წელს. ეს იყო სარკისებრი თარიღი, პრინციპში მაშინაც დაიწყო, იმიტომ რომ მანამდე უკვე წინადღით უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ბრძანება გაცემული იყო, პუტინი გამოვიდა, მაშინ მოიხსენებათ. შეგახსენებთ, ხა ისტორიულად შორიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ კი, ძალიან საინტერესოა რაკურსის გაკეთება იმისთვის, რომ მარტივად გაიხსენონ პროცესები. ახლა ირანი და პირდაპირ გადავეცე ავღანეთი, პაკისტანი ხალხი ვერაფერს ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ეს არის აი ამ ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი ახალი ეტაპი, ახალი ესკალაციის ეტაპი. აი მოგახსენებთ მაშინაც თქვი მაშინ 22. მე კი არა თვითონ ბატონი ვოლფოვიჩი ირნოვსკიც ამბობდა ასახელებდა ამ თარიღს 22 თებერვალს 2022 წელს. ეს არის იყო სრულიად სარკისებრი თარიღი და მსგავსი, თლად ისე არა, მაგრამ მსგავსი იყო ახლა 26 თებერვალიც და ნამდვილად აი სწორედ ამ დღეს დაიწყო ღია და გამოცხადებული ავღანეთ-პაკისტანის თუ გნებავთ პირიქით პაკისტან-ავღანეთის ომი რა თქმა უნდა. სხვას როფეს ვერ უწოდებთ იქ დაბომბვა ორივე მხრიდან და შეტაკებების საზღვარზე. მაგრამ ჩვენ ცალკე აღებულს და ამაზე მე მქონდა რა თქვა, მე კიდევ ხელ ვიმეორებ, მე ამაზე ჩემს პუბლიკას უთხარი რომ აი ამ დღეს ველოდები ესკალაციას იქამდეც კი რომ შეიძლება ეს იყოს ათვლის წერტილი მესამე მსოფლიო ომის დაწყებისა. შესაძლებელია როცა გავა დრო ისტორიკოსები თუ დავშვით ამ დედამიწაზე და ისტორიკოსები თუ დაარჩნენ დაწერენ რომ აი 2026 წლის 26 უბრალოდ თებერვალს დაიწყო ფაქტობრივად პაკისტანი ავღანეთის შეტაკებით დაიწყო მესამე მსოფლიო ომი. იმიტომ რომ პაკისტანი და ასე რომ ვთქვათ ავღანეთი ცალკე აღებული პრობლემა არ არის იქ პაკისტანმა მანამდე გამოაცხადა რომ ის დაიცავს და ირანზე თავდაცვის შემთხვევაში დაიცავს ირანს და მხარს დაუჭერს და იქამდეც კი რომ პაკისტანი არის ატომური ბირთვული სახელმწიფო და მას გააჩნია საკმაოდ ბირთვული არსენალი იმისთვის რომ ძალიან ცუდი ამბები დაატრიალოს და იყო გაფრთხილება რომ თუ კი ისრაელი კიდევ ერთხელ დიდი ფართომასშტაბიანად დაატყამდა ირანს და განადგურებას ამერიკასთან ერთად თქმა უნდა პაკისტანმა თქვა რომ გამოიყენებდა მის ატომურ იარაღს ისრაელის წინააღმდეგ. ამიტომ მე მგონი და არა მარტო მე მგონი ასე არა ბევრი ჩემი კოლეგის ანალიზიც აქამდე მიდის რომ ასე ვთქვათ საჭირო გახდა ჯერ პაკისტანის დასუსტება თუ არა ყოველ შემთხვევაში მისი ჩართვა ლოკალურ ომში და ამისთვის გამოიყენეს ავღანეთი და შემთხვევით არ არის რომ აი ჩვენ ბევრს კი ვიძახით და ვიცინით რომ როგორ გაიხსნა ამერიკელები ხო და ავღანეთიდან როგორ გაიცდნენ და უიესე რა ქვია მას იარაღის წაღება ვერ მოახერხეს ვერ მოასწრეს ისე მოუხდათ გაქცევა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ჩაიტანა თავის როზე მილიარდობით და არა მარტო ათეულ მილიარდობით ასეული თუ არა დოლარის შეიარაღება და ის არსად არ წასულა ეს არის ავღანეთის თალიბების ახლა უკვე განკარგულებაში და აშშ ტყუილად და ასე უმიზნოდ არსად არ ჩაიტანს იარაღს და არ დაუტოვებს კიდე ასე უპრობლემოდ ასე ვთქვათ გადადეულ ისლამისტებს და თალიბანს და ასე შემდეგ ხო ამიტომ მათ იქ უჭირდებოდათ ესეთ სიტუაცია დღევანდელი დღისთვის ალბათ საკმაოდ ძლიერი შეიარაღებული ავღანელები და თალიბები
რომლებიც დააბალანსებდნენ და საჭირო დროს დაარტყამდნენ პაკისტანს, ანუ პაკისტანი თუ კი ის გახდებოდა ირანის მოკავშირე ან მისი მხარდამჭერი და ესე რომ ვთქვათ, ეს კიდე ერთი პროქსი ომი დაიწყო. ახლა პროქსი ომი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ეს ცალ-ცალკე აღებული კონფლიქტები არის ცალკეული სცენები ერთი დიდი ფაქტიურად საჭადრაკო თამაშისა, რომელიც პრინციპში შეიძლება უკვე მესამე მსოფლიო ომის სახელით დავახასიათოთ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს. გავაგრძელო თუ ამე შეკითხვა აქვს აქამდე? შემიძლია გავაგრძელო. პრინციპში აი ნახეთ, პაკისტანის სტრატეგიული მოწინააღმდეგე ყოველთვის იყო და არის ინდოეთი, ხო? ბოდიშით ვერ მოვასწარი მიკროფონის ჩართვა, განაგრძეთ, იმდენად საინტერესოდ საუბრობთ, პატარა ბავშვი ვარ და გისმენთ და კითხვა ნამდვილად არ გამჩენია. პირიქით მადლობა გისმენთ. ესე იგი, ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი დიდი ხანი აქვს ცნობილია და მანამდეც იყო არც ისე დიდი ხნის წინ. ინდოეთმა მხარი დაუჭირა ავღანეთს აი ამ კონფლიქტში ახლა ბოლოს არა მარტო მხარი დაუჭირა, არამედ უწყობს ყველანაირად ხელს, აუმაგრებს რუქს, ფინანსებს და ასე შემდეგ. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ინდოეთი მისი პრემიერ-მინისტრი ბატონი ნარენდრა მოდი არა ჩამოა მოდი ახლა რა ვიცი მოდი ქვია გვარად თორემ ჩასული იყო ისრაელში ჩვენთან არა ჩასული იყო ბოლო 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ისრაელში ბიბისთან ასე ვთქვათ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და 2 დღე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მათ შორის ფაქტობრივად მე განცხადებაც ვნახე ბატონო კობა სადაც ინდოეთმა აშკარად თქვა თავისი პოზიცია ისრაელის მხარეს დავდგები ამ სიტუაციაში და აი სწორედ ეს არის ჩემო კარგო და ჩემო ძვირფასო რომ ესე იგი ჩვენ აი ცალსაკე აი რა არის ხალხის პრობლემა აი მაგათაც გუშინ ვიღაცამ მიიღო ნიუსი რომ აი ერთობლივ განცხადება გააკეთეს იქ ისრაელში ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ და რომ ინდოეთი იქნება ისრაელის მოკავშირე და მისი მხარდამჭერი ყველაფერში მანამდე შედეგოდ დასრულდა ამერიკის და ირანის მოლაპარაკებები ჩაიშალა ნუ რამულაისის რაღაცა ესე რომ თქვა ძალიან სარკასტული და ისეთი პაროდიული ხასიათის იყო, იმიტომ რომ ერთმანეთს ვერც კი შეხედეს თვალებში და დასრულდა მოლაპარაკება, არაფრით არ დასრულებულა, ფაქტობრივად დროის გაყვანა და რაღაც ალიბის სახით, რომ ვითომ რაღაცას ვცდილობდითო. მანამდე ასევე ჩაიშალა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ჟენევაში, ეს ორივე ჟენევაში მიმდინარეობდა. მანამდე პეკინში იყო შეხვედრები, მათ შორის გერმანიის კანცლერიც იყო ჩასული და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს ცალსაკე აღებული, თქვათ, ფაქტებს და მოვლენებს ჩვენი საზოგადოება კიდე ბრძენია და თუ კი შეხედავს, მაგრამ დროც არ აქვს ხალხს ახლა და ვინმე საქართველოში რომ ნორმალურად დადგეს და ანალიტიკოსი და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, ერთი საერთო სურათი დაანახოს, მოზაიკის ეს რაღაც პაზლები რომ შეადოს და ერთი მთლიანი სურათი დაანახოს სოფლიოში, რაღაცნაირად ყოველთვის მთავრობის მხრიდან და მათ აქვს თუ რესურსი რომ თავის საკუთარ ტელევიზიების არხების და შემდეგ მეშვეობით ხალხს გააგებინოს თუ რა ხდება რეალურად. ისინი ამას არ აკეთებენ. ნუ ალბათ არ აკეთებენ იმის გამო რომ არ უნდათ რომ ერთი პანიკა და რაღაც ესეთი მოვლენები წავიდეს საქართველოს შიგნით. მეორე მხრივ ალბათ რა უნდა უთხრან მათ ქართულ ხალხს. იმიტომ რომ გაჩნდება მაშინ ლოგიკური შეკითხვები ჩვენ მთავრობის და ხელისუფლების მხრიდან, რომ აი თქვენას აკეთებთ ამ დროს თქვენ ჩვენ ვისი მოკავშირე ვართ და საერთოდ ვართ თუ არა იმის მოკავშირეები აი დღევანდელ სიტუაციაში. იმიტომ რომ ხედავთ რომ ფაქტიურად უკვე ეს ფრონტები და ეს კოალიციები უკვე ჩამოყალიბებულია. პროცესში კი აღარა უკვე ჩამოყალიბებულია. და ვიცით ერთ მხარეს ვინ დგას, დიდი სახელმწიფოები მაქვს ხედულობაში და მეორე მხარეს ვინ დგას. ხო, ახლა მაინც ისრაელის ირგვლივ შექმნა პოლუსები უკვე გამოკვეთილია. მსოფლიო გადაწყობის პერიოდში ბატონო კობა ბოლო 2 წლის განმავლობაში მოხდა ის, რომ ნელ-ნელა პოლუსები გადალაგდა ვინ, სად, როგორ გადაჯგუფთა და გადმოჯგუფთა. ეს არის რეალობა პოლიტიკაში, ხო? ეკონომიკური კავშირების და ინტერესების გულისთვის უკვე მსოფლიომ გადაინაწილა და გავლენის ზონები. ამ დაფაზე უკვე საჭადრაკო დაბაზე ყველა ფიგურა ორი უკვე თავის პოზიციაზე უკვე წამოწეული, დასმული, დაყენებული და ასე შემდეგ და სტარტი უკვე ფაქტიურად უკვე შეიძლება კი არა ძალიან დიდი ალბათობა რომ უკვე აქ ამ შაბათ კვირას ახლა როგორ გითხრათ, აბა ახლა 100% ამას მე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე არაერთხელ მithქვამს რომ თუ კი ირანის წინააღმდეგ დაიწყება ფართომასშტაბიანი ომი ან დარტყმები ისრაელის მხრიდან მაინც
ეს მოხდება მოლაპარაკებები ამერიკასთან ჩაიშალა, როგორც რა ვიცით. თქმა უნდა, ჩაშლილი არის და ტრამპი კიდე იმას სახის, რომ არ ვიცუთო კიდე არ მიმგვრია გადაწყვეტილება დავარტყამ თუ არ დავარტყამთო, მაგრამ აშშ-ს უნდა რომ და ამაზე ვენსმაც ანუ ვიცე-პრეზიდენტს განაცხადა, მათი სურვილი არის რომ ჯერ თავიდან მარტო და მხოლოდ ისრაელმა დაიწყოს შეტევა, განახორციელოს შეტევა მხოლოდ ისრაელმა და აშშ იყოს მაინდა-მაინც ასე ვთქვათ რეზერვში, თუმცა აშშ-ს რეგიონში უკვე თავისი სამხედრო ძალის დაახლოებით 45% იყოს მობილიზებული და ჩაყვანილი თვითონ ავიამზიდების და ფლოტის სახით. ასევე სარაკეტო დაცვის სისტემა ამ ავიამზიდებსა და სხვადასხვა ბაზებზე, რომელიც მათ გააჩნიათ და დაეხმაროს ისრაელის რკინის გუმბათს და ანუ ყველაფერი მზად დაიმსვის. ახლა არ ამგონია რომ აშშ ამდენი მილიონები ხარჯოს ამხელა ძალის ეგ ჩაყვანისთვის მარტო იმისთვის რომ აი შევაშინებთ და ბაკულას ყურებისი არ იყოს, აი ნუსტოპ უგაეცა ბაკულა თუ ეშინია ბაკულასო და ბაკულას არ ეშინია და არც მისხურებს, ხო და ამიტომ ახლა ეს სიტუაცია არის რომ ახლა ირანი, ვენესუელა არ არის რომ აი მიადგნენ კარაკას გემებით და ფლოტით და რაღაც ერთი ოპერაცია და უცებ პრეზიდენტი გაიტაცეს და ამით დამთავრდა გაიტაცეს ჩვენი ეს რა ქვია ხო ვინც იყო მადურო და ამით ფაქტობრივად დამთავრდა ყველაფერი მთელი ოპერაცია. აი ჯერთი ვერც მიუდგება ეს ახლა კარაკასი თვითონ ზღვისპირასაა და აი აშშ-ს პოლიტიკა აი როგორც დიდ ბრიტანეთში შევდა და მე ამერიკელი მას გადაიღეს ეს აი კანონიერი იმის გაგებით კი არა რომ კანონიერ ნიშნავს მეზარბაზნეს. თორე კანონიერ ქურდებზე არა საუბარი. უბრალოდ მეზარბაზნეების პოლიტიკა და დიპლომატია რომ აი მიადგებოდნენ რომელიმე ქვეყნის სანაპიროებს თავისი გემებით და თავისი ანგებზე განთავსებული артиლერიით და წაუყენებდნენ ძალიან ესე დელიკატურ ულტიმატუმს რომ ან მოგვეცით რა ჩვენ გვინდა და ან დაგიშენთ აი ამ გემებიდან აი ამ ყუმბარებს და ეს ამართლებდა სადაც არ უჯერებდნენ იქ მართლა ანადგურებდნენ იქაურობას ასე იყო მე-18 საუკუნეში მე-19-ში და მე-20-ში თუ გნებავთ და იგივე საგრძელებენ და აპირებენ რომ გააკეთონ ნუ არ გამოვიდა ხა ირანთან იმიტომ რომ მარტო ირანი იქ არ არის იქ ირანის ზრუგს უკან არის არა მარტო რუსეთის მოკავშირეობა ნუ ხა გაფორმებული არის მაგრამ უკვე სამთა კავშირი გაფორმდა ეს რუსეთიც და ჩინეთის და მთავარი ჩინეთი არის ირანის მოკავშირე, ახლა პაკისტანი ვახსენეთ, ახლა ჩინეთს დიდი გავლენა აქვს პაკისტანში, პაკისტანს დიდი ინტერესი აქვს, რომ ირანი არ დაეცეს. და აი ესეთი ხიდი თქვათ, აი რო თქვათ რა, ხიდი ჩინეთი, პაკისტანი, ირანი და ჯაჭვური რეაქციასავით არის. აი ეს არის კოალიცია, ის ქვეყნები, რომლებიც აი ჩინეთის პროექტებში იყო ჩაბმული და არის ჩაბმული, ეს მისი ერთი სარტყელი ერთი გზა თუ რაც ქვია რა ეხლა რა ქვია ახალი საბროშუმის პროექტი და რა თქმა უნდა ჩინეთი აპირებს აი ამ მისი ინვესტიციების დაცვას და მისი პროექტის დაცვას და ამიტომ სერიოზული მის ინტერესებში ეკონომიკურ ინტერესებში შედის ეკონომიკურ და არა მარტო ეკონომიკურში თეკლა ეს შედის ჩინეთის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესებში მისი სახელმწიფო ინტერესები და უსაფრთხოებიდან და იქიდან გამომდინარე რომ თვითონ რა გახდეს შემდეგი საკბილო, იმიტომ რომ ღიად ამბობენ ამერიკელი ასე ვთქვათ პენტაგონის წარმომადგენლები, პენტაგონი მე-500-მიანი გენერლები საუბარია იმაზე, რომ თავარი მოწინააღმდეგე და თავარი ასე ვთქვათ ამერიკის აი ვისთანაც ომს ელოდებიან და ვისაც ემზადებიან. სამწუხაროდ არის ჩინეთთან ომისთვის სამზადისი და აი სამზადისი და მთელი ეს თვითონ ომის წარმოება ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელობით უნდა წარიმართოსო და აი ამაზე უკვე რამდენ წვნას ესე რომ ვთქვათ სიმულაციას და შემდეგ აკეთებენ რომ აი როგორ მოხდება რა სტრატეგიით და რა ესე იგი თქვა ეტაპებს გაივლის ეს ჩინეთთან ომი პირდაპირ ტექსტით აი ამაზე საუბრობენ და 99% შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი მიდის იქამდე რომ იყენებენ ტაქტიკურ ატომურ იარაღებს ამერიკის წვნებზეა საუბარი და აშშ-ს მიერ ჩატარებულ ხელოვნური ინტელექტის ასე ვთქვათ მოდელირებაზეა საუბარი და ესე იგი ფაქტიურად აი ამ ომის კონტურებიც იკვეთება და რა თქმა უნდა ახლა ჩინეთის არ იქნება ლაკრეფილი დამჯდარი მათ იციან ამის შესახებ და იციან რომ როცა ესე იგი ახალგაზრდა ლომი ასე ვთქვათ გამოწვევას გაუგზავნის ბებერ ლომს რომელიც მანამდე იყო პრაიდის ლიდერი
მათი შეტაკება გარდაუვალია და თუ გვიან. ფაქტიურად ჩვენ გვაქვს მაინც პოლიტოლოგიურად რო შევხედოთ, ვიცი რომ თქვენ ძალიან აკადემიური და განათლებული საზოგადოება გყავთ, ამიტომ მეც ვთვლი რომ აკადემიურად მოგახსოვთ ეს ყველაფერი. ფაქტიურად აი ეს ორი სახელმწიფო შევიდა ეგრეთ წოდებულ თუკიდიდეს ხაფანგში აღმოჩნდა იყო ასეთი ბერძენი ფილოსოფოსი თუკიდიდე, რომელმაც ჩამოყალიბა ასეთი პოსტულატი, რომელსაც ძველი ჰეგემონი ასე ვთქვათ, თავისი დიდების სენიჩია, მაგრამ უკვე იწყება დეკლინაცია, იწყება უკვე მისი, ასე ვთქვათ, სტაგნაცია ჩამოსვლა და უკვე ახალი ძალა ვითარდება ისეთი ტემპებით, რომ ადრე თუ გვიან გარდაუვალია, რომ ისინი მათ გადაასწრებენ ამ ძველ ჰეგემონს, ძველი ჰეგემონის ფაქტობრივად გამოუვალი მდგომარეობაში ჩავარდნა, ხდება იქიდან გამომდინარე, რომ თუ კი ისინი არაფერს არ მოიფიქრებენ, დროთა განმავლობაში ეს ახალი ძალა მათ გადაუსწრებს და ჩამოართვეს ჰეგემონიას, ამიტომ თუკიდიდეს ხაფანგი არის, რომ გინდა თუ არ გინდა, აი ომამდე მიდის ეს საქმე რა და ამიტომ არც თუ ისე სანუგეშო პერსპექტივები გვაქვს და შეიძლება ამისი სტარტი გახდეს სწორედ ეს შაბათ-კვირა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბოლო ინფორმაციაც მე მივიღე და ალბათ თქვენც მიიღებდით, მაგალითად დიდმა ბრიტანეთმა გაიყვანა აბსოლუტურად ყველა თავისი დიპლომატი და მთელი კორპუსი საელჩოდან, თეირანის საელჩოდან, ანუ თქვენ წარმოიდგინეთ დღეს კიდე გავრცელდა ინფორმაცია ისრაელიდან საელჩოს წარმომადგენლების სასწრაფო ევაკუაცია მოახდინა ამერიკამ. ნუ ჩინეთმა რომ მოახდინა ეს პერიოდში ახალხან გავრცელდა ეგ ინფორმაცია. კი, ახლა შეიძლება ევაკუაცია თუ არ მოახდინა, ის მაინც უთხრა რომ თხოვა თავის მოქალაქეებს რომ დატოვონ ისრაელი ან თუ კი იქ დარჩებიან თავი არის. თქონდა და მოწოდება სხვა არის და ამერიკის მხარემ მკაცრი რეგულაციით და სასწრაფო განკარგულება გასცა და დაჩქარებული წესით ევაკუაცია მოახდინა საელჩოს უმეტესი წილი წარმომადგენლობად გაიყვანა ქვეყნიდან. ნუ ახლა თუ ომს დაიწყებენ, ამ შაბათ-კვირას დაიწყებენ, მე ერთხელ გახსოვთ პირველად რო დაარტყა ამერიკის შეერთებულ შტატებმა, ზუსტად თქვი პარასკევი დღე იყო და თქვი რომ 48 საათის განმავლობაში სტარტმა განხორციელდებოდა, ბევრი არ მიჯერებდა, მაგრამ სწორედ ესე მოხდა. ახლა ასე 100%-ით ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველა ეს ნიშანი იმაზე მიგდებს, რომ აი მე ვთქვი რომ დარტყმა თუ კი გადაწყვეტენ, ეს იქნება შაბათ-კვირას, რომ მანამდე პარასკევს დაიკეტოს, აი ესე ვთქვათ დღეს რომ დაიკეტება ნიუ-იორკის ბირჟა, ისეთი არ მოხდეს რაღაცა, ესა რა ქვია, შავი პარასკევი და ჩამოქცევა ამ კურსების და აი როგორ გითხრათ, აბა, ისეთი თადარიგზე შეატყობთ, როგორ მოიმოქმედებენ, თადარიგიც როგორი ექნება. თადარიგი დაკავებული არის. ახლა საქმე იმაში არის, რომ თუ კი აშშ-ს უნდა რომ ჯერ ისრაელმა დაარტყას და მე თვითონ ჩაერიოს ჯერ თქვათ ესე იგი ისრაელის დაეხმაროს მარტო თავდაცვაში და რაკეტების, ირანული რაკეტების, ასე ვთქვათ, განეიტრალებაში, ამდენად გაამართლებს ეს ტაქტიკა შევხედოთ ამას. მაგრამ ესკალაციის მეორე საფეხური იქნება უკვე რომ, როდესაც ირანის რაკეტები მაინც გაარღვევენ გარკვეული რაოდენობა და გარკვეული პროცენტი მთელ ამ თავდაცვას და თუნდაც ამერიკულ თაადის სისტემებს და კრიტიკულ ისრაელის კრიტიკულ ობიექტებზე მოხდება, ასე ვთქვათ, ირანის რაკეტების გაცემა და აფეთქება, აი ამის მერე მაინც ან შეიძლება მოხდეს რაღაცა ეგ ამერიკული რომელიმე ავიამზიდის ან გემის, ასე ვთქვათ, ჩაძირვა თუ არა, ყოველ შემთხვევაში მასზე თავდასხმა და გარკვეული მსხვერპლი მაინც ამერიკის ჯაჭვს. ნუ რაღაც ტოლკინის მაშინ როგორ გითხრათ, ტანკინის სრუტეში რომ მაშინ მოაწყვეს აი პრინციპში პროვოკაცია თავის გემს რო ესრულეს და მე რომ ეს საბავად გამოიყენეს ვიეტნამის ომის დააწყება და რაღაც მსგავსი შეიძლება გაითამაშო, იმიტომ რომ ახლა ისე მთლად უსაბაბობაც არ გამოდის. ახლა როგორ ახლა რატო უნდა დაარტყა ირანს? მოწმენდი მცაზე ვერ გააკეთებენ ამ ყველაფერს. რომ აი ქვეყანას აბომბავ, ხო, როცა იყო რაღაც მოლაპარაკებები, მანამდე იყო რაღაც მიღწევები, მანამდე თქვა რომ გავანადგურეთ მისი ატომური პროგრამა და кайხანი ვერ წამოიდგა მეწესად, თუ გაანადგურე რაღაცზე ურტყამ, ხო, კიდე ახლა ანუ ესე იგი ვერ გაანადგურე, მაშინ მოგვატყურა. ძალიან ისეთი საჩოთირო საკითხია, რომ რაღაცა საბაბით ჭირდება ისრაელს და ნუც არ დაარტყან და უარი რომ თქვან ისიც არ გამოდის, მეტყვი რომ აი ამ ხელა ფლოტი და ამ ხელა არმია რო ჩაიყვანე მარტო შესაძლებლად ჩაიყვანე, ანუ რა გამოსავ თუ კი ამერიკის შეერთებული შტატები არანაირ რაღაცა შედეგს არ დადებს, მაშინ ის გახდება მთელი მსოფლიოს საბუჩა დასაგდების სააცილო, რომ აი რაღაცა ჩავიდნენ იბაიქიბუქეს და მე ის ვერ გაბედეს რომ რაღაც ამე გააკეთებინათ. ნუ ამათ ჩემი აზრით მათი გეგმა არის მაინც აი როგორ გითხრათ, აბა სწრაფი და მოკლევადაში მოგვარებული, ასე ვთქვათ, მომთავრებული კონფლიქტი ირანის, ასე ვთქვათ, სრული განადგურება თუ არა მისი
ელიტის და მისი მართველი ცენტრების, ასე რომ ვთქვათ, ლიკვიდაცია და ესეთი სიტუაციის შექმნა, რომ regime change განხორციელდეს, რაც მანამდე მთავარი სამხედრო პირების მოცილება და რაც მანამდე ვერ მოახერხეს, აი მოლათა სექტორ თეოკრატიული რეჟიმის შეცვლა, რაც მანამდე დემონსტრაციები, პრინციპში ვითიბისი ხელშეწყობით იყო აშშ-ს და დიდი ბრიტანეთი რა გვავიწყდა, მაგრამ ერთ-ერთ ცენტრალურს თამაშობს და მათ შორის ჩვენთანაც აი შემთხვევით არ არის, რომ ახლა გააქტიურდა დიდი ბრიტანეთი და სანქციები შემოუღო ქართულ ტელევიზიას, ქართულს, ასე ვთქვათ, პროსახელისუფლებები და ვთქვათ რა, მიკერძოებული იმ ტელევიზიას, ახლა ნეიტრალურები ნამდვილად არიან, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი არის ნეიტრალური არის თუ პროსახელისუფლება არის თუ პროოპოზიციური არის, უბრალოდ ქართულ ადამიანს და ზოგადად მოქალაქეს და ვინაც სახელმწიფო აზროვნებს, მე არ ამგონია რომ ვინმეს ვთქვათ უხაროდეს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა სხვა ქვეყნის მიერ დასანქცირება. იმიტომ რომ ეს არის იმის აღიარება, რომ ჩვენ არის სუვერენიტეტი არ გაგვაჩნია და ვართ ვთქვათ ნეოკოლონიალურ დამოკიდებულებაში იგივე დიდ ბრიტანეთთან, რომელიც ფინანსური და საბანკო სისტემების, ასე ვთქვათ, პერკეტებით ახორციელებს აი ესეთ სანქციების და დასჯის პოლიტიკას და დასჯის, ასე ვთქვათ, იმას ატარებს სადამსჯელო ოპერაციებს საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს ტელევიზიების და შემდეგ მიმართ და აი ეს კითხვის ნიშნები დგება ჩვენს მთავრობასთან, ჩვენ ხელისუფლებასთან და მოიცადეთ თქვენი მეგობრები არ იყვნენ ეს დიდი ბრიტანელები და თქვენი დასავლეთი და თქვენი ჩაწერილი არის კონსტიტუციაში რომ ისა რა ქვიაო ევროატლანტიკური სწრაფვა და ქვეყნისთვის ყველაზე საფრთხის შემცველი წინადადება არის კონსტიტუციაში ჩაწერილი. მაგალითად ამასინად არესტოვიჩმა თქვა რომ უკრაინის ყველაზე დიდი შეცდომა იყო და ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი იყო უკრაინის მიერ კონსტიტუციაში. რამდენი წლის მერე აღიარა? აღიარა ხო, მაგრამ ახლა საქართველოში მე მაგას ვამბობდი 12 წლის წინ როცა და 10 წლის წინ სულ ბოლოს როცა საქართველოში როცა ვიყავი და მან მოვაწეობდი ვასწავლედი და ასე შემდეგ ერთადერთი ფორუმი რომელიც მოუცა მაშინ ეს იყო მეორე არხი, სხვადასხვა და ვახსენო ახლა ნამდვილად სათლით აძებარია საქართველოში მიუკერძოებული ჟურნალისტები, ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტი არის ზვია დავალიანი, ვინაც მაძლევდა უსყვაში ჩემი აზრების და კონცეფციის გახმოვანების საშუალებას თავის ეთერში არგუმენტების დროში, მაგრამ ეთყობა ზევიდან მე იმასაც რაღაც პრობლემები შეუქმნეს ამის გამო და ბოლოს კორონაზე მივეცი ბოლოს ინტერვიუ გერმანიიდან 2020 წელს და მის მერე დაბლოკილი ვარ საერთოდ ყველანაირ ქართულ ტელევიზიაში, რა თქმა უნდა, აი მადლობა თქვენ უმაძლევთ საშუალებას რომ ქართულ აუდიტორიას ასევე აი თქვენი არხის საშუალებით აი ჩემი აზრები გაუზიარო და ინფორმაციები მივაწოდო. ხო, აი ამაზე გეუბნებოდით რომ ბატონო კობა, ბოდიშ გიხდით გაწყვეტინებთ თქვენ სოციალებში Facebook-ზე ძალიან აქტიური ხართ, მაყურებლებიც გყავთ, ლაივებსაც აკეთებთ. შევამჩნიე, ბევრჯერ მოგისმინეთ, კოვიდების პერიოდშიც გაკვირდებოდით და როდესაც უკვე სტაბილურ სტუმრებს ვეძებდი აკადემიური ენით მოსაუბრეს, ამ სივრცეში რადგან ვნახე რომ ესე აქტიურად არ იყავით, ეგ გამიხარდა. იმიტომ რომ ამ სივრცესაც ჭირდება თქვენნაირად მოსაუბრე ჭკვიანი ადამიანები, ვინც პოლიტიკურ ანალიზს გააკეთებს რაღაც პროცესებზე და მოგვაწვდის ინფორმაციას და არ იქნება მხარე. როდესაც რომელიღაც თქვათ თქვენ გულისხმობთ, თორე მე ჟურნალისტი ვარ დაუშვათ ხო, მაგრამ როდესაც რომელიმე პოლიტიკური ძალის წევრი ხართ, უკვე გინდა არ გინდათ იქიდან გამომდინარე გიწევთ მერე ყველაფერზე ლავირება და გათვალისწინება იმ პოლიტიკური გუნდის და თქვენ ამ ხრივ თავისუფალი ხართ და ამიტომ მიხარია შეიძლება ვინმეს გულშემატკივრობდეთ, მაგრამ კონკრეტულად არავის წევრი არ ხართ და ეს დამოუკიდებელ ნიშას გინარჩუნებს თქვენ და ამიტომ ძალიან საინტერესო ხართ. როდესაც რაღაცა მხარი არის იმისგან მოსმენილი, ხშირ შემთხვევაში ტელევიზიებსაც რომ ვუყურებ, ჟურნალისტის შესაყვან სიტყვას და გამოსაყვანს არ ვუსმენ. კონკრეტულ პირებს უსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც განცხადებას აკეთებენ, იმიტომ რომ ის ტელევიზიის ინტერესებიდან გამომდინარე რა პოლიტიკური დაკვეთაც აქვს, ისე შეგიფუთავს ტექსტს და ისე მოგაწვდის, წინასწარი განწყობა გექნება უკვე იმ პოლიტიკურ განცხადებაზე, რასაც უნდა მოусმინო და ამ ადამიანის გონების ჭრილიდან უყურებ მერე იმ განცხადებას და დამოუკიდებლად ვეღარ განსაზღვრავ, სადღაც მაინც გაგექცევა ადამიანი ხარ და ემოცია იმის ტექსტი გრჩება გონებაში და გიტრიალებს. ამიტომ ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ თქვენ, მინდა გითხრათ და ერთი კითხვა იყო კომენტარში, ძალიან ავწდით უკვე იმ თემას და არ მინდა რომ მაყურებელმა ჩათვალოს რომ ყურადღება არ მივაქცი, ჩავიწერე. არ მინდა ეს კითხვა გაგვექცეს და მერე გავაგრძელოთ. კი ბატონო. რამდენად მართალია თითქოს ისრაელმა დამობა პაკისტანის სამხედრო ობიექტებიო? ალბათ რაიმე სადმე წყაროზე ნახა დაწერილი და თქვენი აზრი მაინტერესებს. მე პრინციპში არ მაქვს რაღაც
ინფორმაციები, ასე ვთქვათ, სპეცსამსახურებიდან და რაღაც ესეთი არხებიდან, რომ თქვა რომ აი მე ვიცი რომ ვინ დაბომბა და ვინ მიაწოდა და ვინ რამე გააკეთა. მე ხელი მიმიწვდება იგივე ასე ვთქვათ ინფორმაციებზე, რომელიც საჯარო სივრცეში ვრცელდება ოფიციალური წყაროებიდან. ნუ რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი არხებიც, მაგრამ ახლა იქ ნუ ტელეგრამის არხებიდან ვისაც ვთქვათ ვინდობი და რაღაც მაგრამ იმათ ვერიფიცირება უნდა გავაკეთო, ისე ვერ ვიტყვი მე სამდე რაღაცა მე თუ რა გადავამოწმე. შეიძლება რომ აღმოჩნდეს რაღაც დეზინფორმაცია. ამიტომ მას ძალიან ვირიდები ასეთ ფაქტების დადასტურებას ან უარყოფას, იმიტომ რომ მაგას თვითონ ხო არ აღიარებენ ახლა ხო მასეც რომ იყოს ხო ისრაელი მხარეთოს რომ ჩვენ გავაკეთეთ არა შეიძლება ეს იყოს უბრალოდ სხვისი ხელით გაკეთებული მიწოდებული იარაღი ან ვთქვათ სატელიტური სისტემები ან როგორც მაგალითად უკრაინას აწვდიან კოორდინატებს და GPS სისტემებს რომ ვთქვათ უკრაინამ თავის ფლამინგოებით ამასინათ სწორედ იერიში მიიტანა ერთ-ერთ სტრატეგიულ რუსულ ქარხანაზე სადაც სწორედ რუსული რაკეტები მზადდება ხო ანუ ომის სხვისი ხელით და პროქსი ომი როცა სხვა ქვეყანას იყენებენ იარაღად, ინსტრუმენტად თავისი ომის აწარმოებლად და იგივე, რა თქმა უნდა, იგივე არ გამიკვირდება კი არა, გამიკვირდება ესეც რო არ მოხდეს, ეს რო არ მოხდეს, რომ იგივე მექანიზმები არ გამოიყენონ ახლო აღმოსავლეთშიც, ჰინდუკუშშიც, პაკისტანთან მიმართებაშიც და ამავდროულად და ტაივანის და ჩინეთის მიმართებითაც და იქით კიდე ინდოეთიც და იაპონიაც აი მართლა ნამდვილად რა ესეთ სიტუაცია რომ ყველა მთელი ესე იგი რა ქვია ეს დიდი ძალები არიან მობილიზებული, კონცენტრირებული და ვართ აი ამ კრიტიკულ ფაზაში შესული, ხო? და ახლა ეს ახლა დაიწყო ეს რაღაცა, ნუ 6 თვე, რაღაცა მაინც მეგონი გაგრძელდება ეს პროცესები. იმედია რომ ამ 6 თვეში რაღაცა მშვიდობამდე მივლენ, ისე რომ არ მოხდება ისეთი ესკალაცია, რომ მართლა ბირთვულ და ატომური იარაღის გამოყენებამდე მივიდეს წელს საქმე ყოველ შემთხვევაში. ამის იმედს ვიტოვებ და ყველას უსურვებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ექნება საშინელება მთელი მსოფლიოსთვის რა. მე თუ შეიძლება დავამთავრებდი ჩემს ასს, აი თქვენ ახსენეთ რომ დამოუკიდებლობა და ნეიტრალიტეტი მნიშვნელოვანი არის, როგორც ჟურნალისტთვის, ასევე რა თქმა უნდა, პოლიტოლოგთა და ასე ვთქვათ, ექსპერტთა წარმომადგენლებით უნდა ყავდეს, ვინაც იქნება ნეიტრალური იმ გაგებით, რომ როგორც თქვენ თქვით, აი ვინაც ფულს იხდის, ის უკვე თავს მუსიკას. ყველგან ესე არის. ახლა მე რომ ვინმე სამსახურში ვიყო, ვინაც მაფინანსებდეს ამ პირდაპირ ხელფასმაძლევდეს, ის მეტყვის რა ჩარჩოებში უნდა ვისაუბრო და რა მიმართულებით და სიმპათიებით და ანტიპათიებით უნდა წავიყვანო. ხო, ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნება. ამიტომ როგორ გითხრათ, აბა აი კაი მე გერმანიაში ვარ, გერმანიის მოქალაქე ვარ, მე აქ ჩემი ინტელექტი და ჩემი ჭკუით მარტო გამომიმუშავებ ჩემს ყოველდღიურ პურს, იქნება მასწავლებლობა, ვთქვათ, დოცენტობა, ლექციის საკითხვა თუ იქნება თარჯიმნობა და მთარგმნელობა, ხო, აი ახლა ანუ ყველასგან დამოუკიდებლად მე შემიძლია რომ ჩემი თავი, ასე ვთქვათ, ხო, ახლა გამოვკვებოდა, ეს მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი აზრები და ჩემი, ვთქვათ, რაზეც ვფიქრობ, ის გავახმოვანო ყოველგვარი რაღაც, ესეც რა ქვია, ну ხა შეზღუდული არ ხართ და რა თქმა უნდა, მაგრამ გარკვეულისკები ყოველთვის არის. ახლა მე თქვენ ახსენეთ კორონას დროს ჩემი ჩართვები ლაივებში და მე ამ სიმართლის თქმა, რომელიც მე პრინციპში თუ კი დღემდე არა, დღეს მაინც უკვე დადასტურდა იქ ვისაუბრეთ ჩვენ უკვე ამაზე ეფშტინის ფაილების გამოქვეყნებით მაინც, რაც რეალურად ეს დაგეგმეს და როგორც ეს ხდებოდა ეს აფიორა, მაგრამ თავის დროზე ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამისი თქმა ვინმეს უნდა ეთქვა ეს ქართული ხალხისთვის, რომ ქართული ხალხი ყოფილიყო დაცული და ასე რომ ვთქვათ, საზოგადოებას თავი დაეცვა აი ამ გლობალისტების და აი ამ deep state-ის ოინებისგან და ვთქვათ, ბიოლოგიური შეტევისაგან. რატომ ბიოლოგიური შეტევა? იმიტომ რომ ეს ხო ბიოლოგიური იარაღი, როგორც თვითონ ეს ლაბორატორიაში გამოყვანილი ვირუსი, ასევე ამ ვირუსზე მოყოლებული ეგრეთ წოდებული ფსევდოვაქცინა და ამისი თქმა იყო კრიტიკულად აუცილებელი და მე პირადად ხო აი ჩემი თავი გადადებული მქონდა, ამიტომ რომ სხვა ქვეყნებში მე კიდე რა კაი სამსახური დამაკარგინეს და ერთი კი არა ორი და დამაკარგინეს პარტნიორები, ვინაც ამდე შეკვეთეს მაძლევდა მაგათ იგივე ვთქვათ, დოცენტობის კუთხით და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ხა ერთადერთი ფინანსური და ასე ვთქვათ, ესეთი ზარალი, ეს ყველაზე ასე ვთქვათ, მცირე კონტრიბუცია, რომელიც შეიძლება ესე ვთქვათ, ადამიანმა გაიღოს იმისთვის, რომ თავის თანამოძღვეებს სიმართლე გაუზიაროს, რაც მათთვის საჭირო და აუცილებელი არის. სხვა ქვეყნებში ლიკვიდაციაც და ჩემზე უფრო დიდი ფიგურებსაც მეტი გავლენა ჰქონდათ და ვინაც მეტი რა პრინციპში მეტი ხალხზე ჰქონდა მიუწვდებოდა ხმა, უბრალოდ მოკლეს, უბრალოდ გაანადგურეს, უბრალოდ მოუწყეს ტერაქტები და თავდასხმები და ეს არაერთი მაგალითი იყო ამ დროს. ამიტომ აი ჩემო ძვირფასებო, მე რატო ვსაუბრობ ამას ახლა? მე ამ ბოლო დროს კიდე ისე ხშირად აღარ გამოდივარ Facebook-ზე, როგორც მანამდე აი კორონას დროს და უბრალოდ აი პოლიტიკურ თემაზე საქართველოში არის საშინელი სიტუაცია. იმ გაგებით რომ აი რაცა უნდა სიმართლე ისაუბრო,
ყოველთვის აღმოჩნდება ვიღაცა, რომელიც მე ამ სიმართლის გამო პირადად და შენ ტალახს გესვრის, რაღაცას გიწოდებს, ან რუსი იქნები, ან რუსეთუმე იქნები, ან მასონი იქნები და დასავლეთ უმე იქნები, ან თურქეთის, ან ისრაელის მომხრე იქნები, ან ანტისემიტი იქნები და ნუ რაღაცა იქნები რა ვიღაცის ყველა ვარიანტში. ახლა მე რაცა უნდა, ახლა ანგელოზმა როისაუბროს რაღაცა ღმერთის მიერ რაღაცა ესე ვქო მას გამოგზავნილი მოწოდებები იმასაც კი ვასწავლენ რა გადააქცევენ სატანად და შმაკად თების შრიალი არ მოეწონებათ ისინი და ძალიან ჭკვიანი ისინი მოყავს რა გარკვეული ტროლბოტები და ამიტომ აი რატომ უნდა აიშალო კაცმა ნერვები ხო მაგრამ აი ესეთი სიტუაცია როცა დგება როცა ხედავ ამ ქვეყანაში იშვიათად რომ ვიღაცამ თუნდაც შიგ საქართველოში და შიგნით ქვეყანაში გაანალიზის და ასე ვთქვათ პოლიტოლოგიის მხრიდან რა ანალიზი შეთავაზოს საზოგადოებას, რომ საზოგადოებამ დაინახოს საერთოდ ქვეყანა და საქართველოს რისკები რო დაინახოს და იქნება სახელმწიფოს მეთაურებამდეც მივიდეს რაღაცა ხმა, ხა ჩვენ გვინდა, არ გვინდა, მოგწოს, არ მოგწოს, ვაღიარებთ, არ ვაღიარებთ თუ ვცნობ თუ არა ლეგიტიმურად, რეალურად და დე ფაქტო ვინაც მართავს ქვეყანას და ვისაც ხელისუფლება აქვს რაღაცა აი ამ მესამე მსოფლიო ომის პერიპეტიებში ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს, აი პირდაპირ მათ მიმართავ რა რას ფიქრობთ და რა ვის მხარეზე ხართ? აი ბოლოს ირანის დროშის ფერებში იყო გაფერადებული აი ჩვენი ანზა ხო? მანამდე როცა ისრაელს დაარტყეს ისრაელის დროშის ფერებში. თქვენ სანამ კითხვას დავსვამით თქვენ თვითონ გადმოხვედით ზუსტად იმ საკითხზე, რომელზეც მინდოდა აქცენტის გაკეთება, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ესეთი უკვე აფეთილებულია მდგომარეობა და ისეთი მოცემულობაა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს მთლიანი ახლო აღმოსავლეთი, მართლა რასაც ქვია პირდაპირ ისრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ ყველაფერთან და რა დონის საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის და თუნდაც ლტოლვილების კუთხით რა საფრთხეები შეიძლება იყოს შემდგომ უკვე, როცა უკვე პროცესები ბოლომდე გაიხსნება და ფრონტი პირდაპირ გაიშვება. აი ეს საფრთხეები რო ახსნათ რა. ნუ ახლა იქ ჩვენ ვართ ერთადერთი რაღაც ქვეყანა საქართველო ამიერკავკასიაში, რომელიც პრინციპში ყველამ თქვა რომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ბოლოს ეს თქვა ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა რომ აი საკვანძო ადგილი არის, იმიტომ სატრანზიტო ეს რაღაცა უნდა იყოს, მაინც ესეთი რჩება, მაგრამ არის ძალიან ვულნერაბლურ, ანუ ეს თქვა ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, იმიტომ რომ საქართველოს ჩვენ საფრთხოდ არ გვაგვაჩნია ძლიერი სუვერენიტეტი და ფაქტობრივად ძალიან სუვერენიტეტის ნაკლებობას გამოსი და გვაჩნია ძლიერი საკუთარი შეიარაღება და არ გვყავს პირდაპირი და ერთგული მოკავშირეები, ერთი მოკავშირესაც კი ვერ დამისახელებს, რომელიც აი ჩვენს გამო თავს გადადებდეს და ჩვენთანაც ხარ რაღაც რამე იყოს რა, ამიტომ რომ აი აზერბაიჯანს მაგალითად ყავს უკვე გაფორმებული აქვს ფაქტიურად ესეთ ტანდემი თურქეთის სახით და კონსტიტუციაში იქნებიან რამე იყოს ერთად იქნებიან და ერთად იბრძოლებიან, ხო? სომხეთმაც კი უკვე შეცვალა თავის პოლიტიკა დაშორდა რუსეთს და აი თავისი სომხური დიასპორის და დობის წყალობით ამერიკასთან გაჭრა სხვა არხები და თქვა ახლა უკვე ჩაეწერა სხვა ირანში ომის შემთხვევაში სომხეთს რა საფრთხე შეიძლება მოელოდეს, როცა უკვე ამერიკასთან ალაგებს. იქ სომხეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის ესე ვთქვათ, აი სომხეთის ჩაჯდომა აი ამ თურქეთ-აზერბაიჯანის ღერში და მათთვის არხის რიცემა აი ზანგეზურის კორიდორის სახით და ტრამპის რუთ ხო გზის თუ იმის სახით, რა თქმა უნდა, ირანის არის აბსოლუტურად მიუღებელი. თავი მგონი ამას უკვე მოსმენი გექნებათ რომ ირანი ამას არ და ვერ დაუშვებს და ამის გამოც მიდის ნაწილობრივ ამის გამოც ხდება ეს ესკალაცია. ირანი ვერ დაუშვებს რეგიონში ვერც ამერიკის ასეთ გავლენებს, ვერც თურქული სამყაროს და თურქულენოვანი და ეს დიდი თურქეთის თურანის პროექტის განხორციელებას, მაგრამ მაშინ დაიშლება თვითონ და ვერც ისრაელის ისეთ გაძლიერებას ვერ დაუშვებს, რომ ისრაელმა მთელი რეგიონი ეს თქვა გააგონდა ისრაელი მიიჩნევს ირანს ყველაზე მთავარ მტრად რეგიონში, როგორც ყველაზე ძლიერ რეგიონალურ ძალას ირანის სახით და ფაქტიურად ერთმანეთის განადგურებაზე ილესავენ ორივე კბილებს რა, ანუ შეურიგებელი რაღაც ესეთი მომენტი არის ამ ქვეყანას შორის და არის უკვე ესე იგი ექსისტენციალური სამყაროს ასე თქვა ბრძოლა ირანისათვის ეს ყველაფერი და ირანს აქვს ძალიან ბევრი რისკები იქიდან გამომდინარე, რომ აი
თურქული სამყარო ახსენეთ, მაგრამ ის გამო ისრაელის და მისი მოკავშირეების, მათ შორის არაბული სამყარო, სუნიტები, ირანელები არიან შიიტები, მოგახსენებათ, ანუ თვითონ მუსლიმანებს შორის არ არის რაღაც ერთობა და როგორც ერთობა არ აქვს და მტრობენ, ერთადაც კი ვერ ლოცულობენ ყობა ესეც. ერთმანეთს ეომებიან კიდევაც და იქ სუნიტების და არაბული ემირატების და თქვათ იქ არა მარტო ემირატების, არამედ საუდის არაბეთის თქვათ იგივე სხვა იგი ქვეყნების ვინაც იქ სუნიტური ქვეყნები ასე რომ თქვათ ხო ახლა იქნება ომანი იქნება თუ ბაჰრეინი თუ ასე შემდეგ რა ძალიან ბევრი არის იქ რა და ასე შემდეგ აი მათი დაფინანსებული ტერორისტები რო თქვათ ხო ტერორისტული ორგანიზაციები რა თქვათ ცნობილია სუნიტური ტერორისტული ორგანიზაციების ისლამურ სახელმწიფო და ასე შემდეგ იმათ უფრო გაცილებით მეტი ტერაქტი აქვს ჩადენილი ვიდრე მაგალითად ხა ირანი ისრაელი ყოველთვის ირანს აბრალებს რომ რომელი პირველი ტერორიზმის ის არისო რა ქვია ხო რა ქვია სპონსორი ქვეყანაო და ამის გამო აქვს თავარი ესე თქვათ იდეოლოგიური შეტევა ირანზე რომ აფინანსებს თქვათ იქ ჰიზბოლას და ასე შემდეგ ხო მაგრამ რეალური აი სტატისტიკა რო დავინახოთ წინამორბედში დავინახავთ რომ სწორედ აი სუნიტური ანუ არაბული სამყაროს მიერ დაფინანსებული ტერორისტების გაცილებით დიდი ის თქვა სხვა პლიფსკოპი აქვს გამოწვეული ბოლო 10 წლის განმავლობაში მაგრამ ნახა ეს ესეთი პოლემიკური თემაა ფაქტი არ რომ ყველა თავისი მოკავშირეებს ეძებს და იყენებს თქვა თუ კი ესე იგი ვიღაც ქვეყანამ თქვა ტერორიზმი გამოიყენა თავის მიზნებისთვის ნახა თუ კი ისინი ისრაელის და ამერიკის მოკავშირეები აღმოჩნდებიან რაღაც სიტუაციაში ხო მაშინ როგორ გითხრათ ახლა კი ვიცით რომ ისინი ასე ვთქვათ ზაღლიშვილები არიან, მაგრამ ისინი ჩვენი ზაღლიშვილები არიან. ხო, აი ამ პოლიტიკის რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ მოხდა იქ ყოფილი ტერორისტის დანიშნა ხო დასმა სირიაში პრეზიდენტად, ხო ყოფილი გამოცხადებული ტერორისტი იყო და საკმაოდ დიდი თანხაც იყო მის დაჭერაზე. აი ხო ხედა ეს არის პოლიტიკა ხო. პოლიტიკაში რათა მithumetes ამ დიდ გლობალურ პოლიტიკაში დღევანდელ სიტუაციაში ომის პირობებში ომში ვართ აქტიურად არანაირი უკვე სტანდარტები, ორმაგი კი არა, სამაგი და ათმაგი აღარ მუშაობს ყველანი სასტანდარტი, რომელიც ასე ვთქვათ მიზანი ამართლებს საშუალებას აი ამ პრინციპით ყველაფერს გამოიყენება და იყენებენ კიდევაც რა და აი ამიტომ არის სახიფათო. ახლა ირანისთვის რა არის სახიფათო რომ ირანს აქვს მათ შორის ქურთების პრობლემა, ვინაც ესე იგი აქვს ძალიან ბევრი ქურთთა ორგანიზაცია, ქურთების, რომლებიც ასევე ირანის გარკვეულ ნაწილში ცხოვრობენ, მიზანი იყო და სწორედ ისინი იყვნენ ერთ-ერთი, როცა იქ იყო არეულობები და მიტინგები, აი მათ უნდათ გამოიყონდა ცალკე რა ქურთისტანის სახელმწიფო შექმნან, არა მარტო ირანში, არამედ სხვა ქვეყნებშიც არიან მოგესალმებით ქურთების დიდი ესე ვთქვათ ეთნიკური ჯგუფები და მარცად სახელმწიფო ვერ მიიღო, ხო? აი ესეთი სახის უმცირესობებს რა თქმა უნდა გამოიყენებენ ირანის წინააღმდეგ, ნუ ხა ირანზე დარტყმა ისრაელმა ამდენჯერმე განახორციელა და ამდენჯერმე შეეცადა იქ წამყვანი გენერლების და წამყვანი ისე ვთქვათ ლიდერების ლიკვიდაციას, მაგრამ ირანი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა აი ამ ექსისტენციალური ომისთვის და მათ შეიმუშავეს ესეთი სისტემა, რომ ფაქტიურად მათ დაყვეს მთელი ეს ქვეყანა რომ არის რეგიონები ხო მაგათ შეიძლება იყოს 20-30-50 რეგიონი და ყველა რაიონს ასე ვთქვათ და ყველა ცალკე აღებულ პროვინციას გააჩნია თავისი სამხედრო ნიშა მიუჩინა ყველა რეგიონს ხო ასე ვთქვათ როგორც საგზაზე მიდგეს ავტონომიურად მოქმედების უნარის მქონე არმია და ჯარი რომ ცენტრალური რაღაც თეირანში მაგათაც რომ მოხდეს ლიკვიდაცია ხელმძღვანელობის მაინც გააგრძელებენ ომს და წინააღმდეგობას და ეს ირანი არ არის სპარსეთის ისტორია გაიხსენეთ და თუნდაც ძველი ირანის ისტორია ძალიან ბევრმა ასე ვთქვათ შესახელწმო წაიტყა კისერი ხო მაგალითად გავხსენთ რომის იმპერია და რომის ლაშქრობა ირანში კრასუსი თუ გახსოვთ ხო აი ეს ტრიუმვირატი იყო ხო იულიუს კეისარი გნეუს პომპეუსმა ჩვენთან ილაშქრა საქართველოში და მესამე ამ ტრიუმვირატში იყო კრასუსი ყველაზე მდიდარი რომაელი მთელი რომის ისტორიაში და ყველაზე საკმაოდ თავისი თანხებით საკუთარი ასე ვთქვათ ლაშქრობა მოაწყო რამდენიმე ლეგიონი ჩაიყვანა და დამარცხდა გაცილებით ნაკლებ ირანელ ჯართან ბრძოლაში და ასე განსაჯეთ სიცოცხლეც კი დაკარგა მისმა და მანაც ყველაზე დიდ მაგასმა მისმა შვილმაც. ამიტომ აი ესეთი ისტორიები ირანს ასე ვთქვათ გადაუტანია და
ირანი არის ძალიან ასე რომ ვიცით ხო ჩვენი მეზობელი არის და ჩვენაც უნდა ვაგინოთ და ვიძახოთ რომ აი ჩვენ რეები გაგვიკეთა და მართლა ესე იყო და მართლა ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა გვიკეთა, მაგრამ რატო გაგვიკეთა ცუდი რაღაცა? იმიტომ რომ ირანი ყოველთვის იმპერიულ წარმონაქმნად იყო და რჩებოდა და რჩება. ხო ახლა ისე ყველა ჩვენ სიგვნუ ყოფი იმპერიები, რომლებიც გარკვეულ პერიოდის განმავლობაში იყვნენ დომინანტები და თქმა უნდა ცდილობდნენ ჩვენი ჩაკლაპოს და ჩვენს ასიმილირებას, ასე იქცეოდა ირანიც, ასე იქცეოდა, რა ქვია, შემდგომ შაჰებიც ის ჯაჰაბასის პერიოდში და შემდეგ. მაგრამ მათ გააჩნდათ ეს ტრადიცია, ეს იმპერიული ტრადიცია, ეს თქვათ თავისი თვითყობადობის შენარჩუნება, ამიტომ პრინციპში უნდათ თავიანთი სუვერენიტეტის შენარჩუნება და ამიტომ არ ემორჩილებიან და ამიტომ არ მიდიან კომპრომისებზე, მაგალითად საკუთარი ატომური პროგრამის გაჩერებაზე არ თαυτებიან არაფრის დიდებით, ხო და ამბობენ ჩვენი სუვერენული უფლება და ჩვენ არ ვიტყვით უარს მაგალითად მშვიდობიან ატომის გამოყენებაზე, ხო? მაგრამ აი შეხედეთ აი ახლა ირანს ვისვედრებით ჩვენ, აი ჩვენ რომელ სუვერენიტეტზე შეიძლება ილაპარაკოს საქართველოს დაუბრუნდების პრობლემას, ხო აი ბრიტანეთი ასანქცირებს ჩვენს ტელევიზიებს. მე პირადად არა ვარ არც იმედის და არც მეორე ტელევიზიის მაყურებელი და არც გულშემატკივარი, მეცაც გეტყვით პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სამთავრობო და სახელმწიფო სახელმწიფო პროპაგანდის არხები და ინსტრუმენტები, მაგრამ სამწუხარო ის არის რომ აი ქვეყნის ინტერესებს რომ ემსახურებოდნენ, კიდე ხო შეიძლება გონიათ რომ ესე არის, მაგრამ აი მაგალითად კოვიდის დროს და კოვიდ ფაშიზმის დროს სწორედ იმედი არ იყო, რომელმაც და თუნდაც ჩვენი მთავრობის ის არ იყო, რა ქვია, მიღებული გადაწყვეტილება და მათ მიერ გატარებული ეს deep state-ის პროგრამა, რომ აი ამ ხალხის დაშინება და აი მაშინ ჩემი ვიდეო გამოიყენეს, მე რომ თქვი რომ მე გენმაური კვლევები დავდე რომ რეალურად რამდენი აი იყოს სიკვდილობის კოეფიციენტი გადარეულები რა ვიცი მე ამ პროცეულის უყნებს იკეთებდნენ და გამოდი ჩემი ვიდეო გამოაჭრეს ხოს რომ აი ეს კაცი ასე რაღაცა მოს კი მართალია მართლა ესეთი არის, მაგრამ მაინც დაიწყეს ხალხის დაშინება, რომ აი ყველასო დაგემართოთ ამდენი დაიხოცებით და დაასახელეს ციფრი 15,000 უნდა მოკვდეს საქართველოში რა. და აი ეს საშინელი რაღაცეები გამოიყენეს ანტიჟურნალისტური რაღაც მეთოდები ხალხის დასაშინებლად და ეს იყო იმედი, ხო და ახლა ამიტომ იმედზე კი არ მაქვს მე გართულება და იმედის დამცველა კი არ დავიცავ როგორც თქვა ტელევიზიას, რომელიც პროსახელმწიფოა და ქოცური ტელევიზია პირდაპირ თქვა და არის გამправებელი აი ამ ჩვენი ოფიციოზის, ხო? მაგრამ მე ვამ სხვა რაღაცას ვამბობ, რა ის ვინც არ უნდა იყოს და ვისიც არ უნდა იყოს ის ტელევიზია და პროსამთავრობო იყოს თუ ის იყოს, რა ქვია, მაინც რაც არ უნდა იყოს, თავად ის ფაქტი, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს ესეთი ბერკეტები საქართველოსზე და ესეთი ზეწოლის ინსტრუმენტები, აი ამას უნდა შეხედოს მთავრობამ და ქვეყანამ და აქამდე არ იცოდნენ ეს, აი მაგალითად ბატონი ლევან ვასაძე როცა დაასანქცია დიდმა ბრიტანეთმა და ვიცი ის ორი ბანკი, რომელიც პირდაპირ ლონდონის სიტიში არის სახით ლისტ ჩამოლისტული და იქიდან იმართება ეს არის TBC ბანკი და ეგრეთ წოდებული საქართველოს ბანკი, ხო და იმათი მეშვეობით მოახდინეს შეიძლება მოგწონდეს ვასაძე, შეიძლება არ მოგწონდეს, მე ახლა მაღაზია არ მაქვს საუბარი, მე ვასაძის წინააღმდეგაც მithქვამს რაღაცა, როცა არ მომწონებია მისი რაღაც ნათქვამი გაკეთებული, მაგრამ მაღაზია არ არის საქმე, კაცო, საქართველოს მოქალაქე ხომ არის ეს პიროვნება და იმის გამო, რასაც ის ამბობს და რაც თავის ახმოვანებს, თუ გინდა პრორუსი იყოს, მაგრამ ლონდონი და ბრიტანეთი ასანქცირებს და ამაზე გართულება არავის არ ქონდა. არც მთავრობას, არც ოცნებას, არც იმედს, არც მეორე ტელევიზიას, არ ვიცი რა თქვია. არავის ხმა არ მოუღია და ეს სანამ ლიჩნად არ შეიხო და ლიჩნად უსულთო გამოიყენოს, სანამ ესე თვითონ პირადად არ მიადგნენ მაგას, ესეა ყოველთვის, რაც ასე იგი გაუტარებ, ერთხელ გაუტარებ ეტყობა, ნუ ხო ის ღირსი იყო. და ახალს კიდე ბევრი ამბობს, ხო ესენი ღირსები არიან, რომ სამთავრობო პროპაგანდისტები არიან და ამიტომ დავიკიდოთ, ხო? ეს არის ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება, მაგრამ ეს თავის დროზე რო შეეხედათ, აი ამ პრეცედენტი როცა მოხდა, რომ აი ჩვენ მოქალაქეს ყველა ბანკების, ყველა ანგარიშები გაუყინეს და დატოვეს ისე დაასანქცირეს, ხო და ამაზე შენ არათუ ვერ იცავ შენ მოქალაქეს, არამედ პროტესტიც კი არ გიჩნდება, აი რაღაცა ისე თუ ქვია, შეკითხვაც კი არ გაგიჩნდა ლონდონთან და ელჩის დაბარებაც ხო საუბარი ზედმეტ იყო მაშინ და აი ახლა გაუჩნდა შეკითხვა, მაგრამ ისე კი არა რომ ისი რაღაცა კონტრზომები მიიღონ, კაცრი ზომები მიიღონ, დიპლომატი და არა მარტო დაიბანა, არამედ ნოტა გადასცენ, არამედ ნოტა კი არ გადასცეს, შეკითხვა გადასცეს, რომ იქნებ დაგვისაბუთოთ, იქნებ აგვიხსნათ, აბა ხო, ჩემო ძვირფასო,
ლონდონელო კოლონიალისტებო, იქნებ აგვიხსნათ, აბა ჩვენ ვერ გავიგეთ და რაში მდგომარეობდა იქ რა ქვია იმათი ანტიუკრაინული საქმიანობა და იმათი პრორუსული რაში გამოვლინდა და აი სად არის არგუმენტაცია. ბიჭო, რაც უნდა არგუმენტაცია ქონდეს, უცხო ქვეყანას, ხო? ჩემსაც უა სანქციებს, ხო? ფეხებზე მკიდია ბუდის შემთხვევაში. მათი არგუმენტაცია ცამდე მართალი რო იყო და მართლა რო ესე იგი მეც ვიცი კაცო რაც არიან და ვინც არიან ეს იმედ რაღაც, მაგრამ აი მაგას სულ ერთ ადგილას ბოდიში და მკიდია, ახლა მართლა გადავედი სხვა რა აღელვებული ვარ რა. უბრალოდ ფაქტი რომ უცხო ქვეყანა ერევა ჩემს სასწინაო საქმეებში და ვიღაცას მე ჩემს მოქალაქეებს თუ ახებს მისანქცირებს, აი ეს არის ჩემი უკვე დამთავრდა უკვე აქ. კობა ნახეთ ძალიან ბევრს სახელმწიფოებრივ აზროვნებას. მაგრამ მეორე რა უნდა დავამთავრებ რა ძალიან რთული და მე თქვა რა აი მაგრამ რა უნდა მოთხოვო ქვეყანას და აი ესეთ როგორც საქართველოსა მის მთავრობას, რომელსაც თვითონ აქვს მიღებული ესეთი კანონმდებლობა, რომლის საკუთარი კანონმდებლობის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს, ანუ საქართველოში მომუშავე კომერციულ ბანკებს აქვთ უფლება ნებისმიერ კლიენტს, ანუ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მიზეზის და ახსნა განმარტების გარეშე უარი უთხრას მომსახურებაზე, უარი უთხრას ანგარიშის გახსნაზე, ან ნებისმიერ მომენტში გაუუქმოს ანგარიში, დაუბლოკოს და ანუ დაასანქციროს კერძო ნებისმიერმა კომერციულმა ბანკმა საქართველოს მოქალაქე და ეს ჩაწერა მთავრობამ კანონმდებლობაში. და ანუ ესე იგი შენს ქვეყანაში მოქმედ ბანკებს თვითონ მიეცი ესეთი ინსტრუმენტი მოქალაქეები დაასანქცირონ და ისე რომ განმარტებაც კი არ ჭირდება რომ გააკეთონ და ვერავინ ვერ მოთხოვს მოქალაქე ვერ მოთხოვს მას სასამართლოში აბა გამიხსენი რატომ არგუმენტაცია და თვითონ რომ შეეხოთ ლიჩნად ახლა და მაგას ტელევიზიებს ახლა დაუჩათ შეკითხვა ჩვენ ახსნის განვეშე გაგვიკეთა დიდმა ბრიტანეთმა და თქვენ ახსნით უკეთებთ თქვენი ბანკები და ეს თუნდაც თიბის და სხვები ახსნას და გამარტებას აძლევდნენ მოქალაქეებს როცა ის გავსაღაც აკეთებდნენ ანუ ესე იგი როცა შენ ესეთ რაღაცას აკეთებ შენ ქვეყანაში შენ მორალური და ანალი უფლება აღარ გრჩება რომ სხვას მერე რამე მოთხოვ სხვას რა უნდა მოთხოვ შენ ესეთ რაღაცა გააკეთებ ხო და შენ ჩაწერ ეს კანონები და შენ მიიყვანე ქვეყანა იმ მდგომარეობამდე რომ გახდეს ნეოკოლონიალურ დამოკიდებულებაში და ახალ კოლონიური მექანიზმებით ლონდონმა და ბრიტანეთმა ესეთი გამარტო გმართოს ამეთ დედა გვიტიროს თუკი მიდგება საქმესაგებს აი რატო გააკეთა ლონდონმა ეს იმიტომ რომ აი ამ ომში ლონდონს აქვს ძალიან დიდი წვლილი როგორც ესე თქვა უკრაინის შეიარაღებაში და იქ უკვე საუბარი არის ბირთვული და ატომური იარაღის გადაცემაზე მათი და საფრანგეთის მხრიდან და რუსეთი ამაზე უკვე აცხადებს რომ ექნება ძალიან შეუმიუღებელი რეაქცია იქამდეც კი რომ შეიძლება თვითონ გამოიყენოს ატომური და ბირთვული იარაღი მაგალითად დასავლეთ უკრაინაში და არა მარტო დასავლეთ უკრაინაში არამედ დასავლეთ ევროპაშიც აი აქამდე მიდის საქმე და აი ახლა ამ სიტუაციაში ლონდონი რა თქმა უნდა მოახდენდა დარტყმას საქართველოზე, რადგან საქართველო მიაჩნია რუსეთისადმი ლოიალურად გაწყობილებას. მოკავშირე თუ არა და მოკავშირე ამდენად რა საქართველოს რუსეთის ყოველთვის იმად მაინც მიაჩნია, რომ აი ანტირუსულ კოალიციაში ვერ ჩართეს. და ეს არის ძალიან სამწუხარო მათთვის. მაგრამ ყველა პატარა ქვეყანა რუსეთის იგივე რომელიც შეიძლება აი ამ რაღაცნაირად გამოიყენონ, მაგალითად ბაზად, მაგალითად საოპერაციოდ, მაგალითად რაღაც პატარა ხანძის გააჩათ, ყველაფერს გამოიყენებენ და აი ამიტომ მოხდა ეს სწორედ ახლა, შემთხვევით არის სწორედ ახლა გაახსნა და სწორედ ახლა შემოიღეს ეს санкციები და სახით დაარტყეს საქართველოს და მის იმიჯს და მის სუვერენიტეტს. მაგრამ საქართველოს ვკითხოთ, ჩვენ მთავრობას ვკითხოთ. თქვენ თვითონ სადა ხართ და ჩვენ სადა ვართ გვითხარით ბოლო-ბოლო. იმიტომ რომ რუსეთს არ ელაპარაკები, რუსეთი არ არანაირ შემთხვევაში და ვინაც ელაპარაკები, ამას იჭერ კიდე, ხო? ვინაც ესე ვთქვათ, შენ ტელევიზიები საუბრობენ ისე რომ ამობენ რომ აი შეხება რუსეთთან უკვე დალაგება საჭირო იყოს, იმათ ასანქციებს ლონდონი და შენ ვებს არ აკეთებ. ხან ისრაელის დროშის ფერებში გაანათ ეს ამბავი და ხან ირანის დროშის ფერებში, ანუ ირანის მოკავშირე ვართ. ირანის მოკავშირე თუ ვართ და ასეთნაირად თუ აღვიქვებით ესეთნაირად, ჩვენ ვართ ახლა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. იმიტომ რომ ირანის განადგურებისთვის ისინი ასე ვთქვათ, როდესაც ტყე იჩეხება, ნაფოტები როცვივა, მაგრამ იმ ნაფოტებს არავინ აღარ უყურებს მე რა. ძალიან დიდი ბოდიში ძალიან ესე გამიგზდა სიტყვა, მაგრამ რა ვიცი ახლა არა. შებეცადე რომ ჩამოეყალიბებინა ჩემი აზრი და ძალიან სამწუხაროა რომ საქართველოში არ გვყავს ფაქტიურად ნეიტრალური კი არა, აი თქვა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებზე არსებული საშუალებები, ახლა სერიოზულზე მაქვს საუბარი, ვისაც მართლა დიდ მასებზე რომ შეუძლია გასვლა მეხები და ტელევიზიები, თორე ახლა ნათია კუპრაშვილი რო არის, ახლა ესა რა ქვია, გაუსწრელი და ობიექტური და ნეიტრალური და არც ნაცებისა და არც ხოცების და ნაცებსაც ებძუდა და ხოცებსაც ებძვის და ახლა ნაცებიც აგინებენ და ხოცებიც აგინებენ. მაგის გამო ზუსტად, ახლა იმიტომ კი რომ ჩემი და არის. იმიტომ რომ მართლა ვიცი მთელი მისი მოღვაწეობა და მთელი ჟურნალისტიკა და აი ასე თქვათ
მიუკერძოებელ და ასე ვთქვათ, მართლა ჟურნალისტ სპეციალიზმზე მომუშავე ჟურნალისტებს აი ესეთ მდგომარეობაში ამყოფებენ, როგორც ჩემს დას. მიუკერძოებელ პოლიტოლოგებს აი ესეთ მდგომარეობაში ამყოფებენ, როგორც კობა კუპრაშვილს, რომელიც იძულებული ვაკუუმში, იმიტომ რომ საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგო. მაგრამ არ არის საქართველოში კობა კუპრაშვილის ნაირი ადამიანების ადგილი. ეს არის ამ ქვეყნის უბედურება. კობა ეს შეგნებულად ხდება. ელიტების მიერ ხელოვნურად ხდება ვიღაცების წამოწევა და ვიღაცების ჩაჩოჩება. მაქსიმალურად დაბალი დონის ტვინები სჭირდებათ, იმიტომ რომ მარტივად იარაღი გახდეს მათ ხელში, მარტივად სამართავები გახდნენ და უმართავი ვინც არის სისტემის წრეზე გარედან ტრიალებთ. შიგნიდან არც შეგიშვებენ, თუ შეგიშვებენ, მაშინ უნდა გაიყიდო და რაღაცის ხარჯზე უნდა შეხვიდე იმ წრეში და უნდა გიღირდეს ეგ და სახელის გასვრას ყველაფერი ჯობია, იმიტომ რომ ადამიანები ვიბადებით სახელით და მივდივართ სახელით, იქ არაფერი არ მიყვება და რავი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი რეპუტაცია და სახელი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა არის თქვენასაც ახლა საქმიანობ და თქვენი შეიძლება მოგრძალებული წვლილი, მაგრამ თავის როლს თამაშობს და ხალხი, ვინაც გვიყურებს აუდიტორია, გარკვეულწილად მაინც მიიღებს თქვენი არხის მეშვეობით, იღებს საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, ნეიტრალური სხვა შეხუდულება, რაღაცა სხვა კუთხით დანახული და ასე ვთქვათ, აი მე ახლა რა ინტერესი უნდა მოძრაობდეს, რომ მე ხო ხედავთ, ხო არც ერთ ხარეს არ ვდგები და არ ვუყურებ. აი ამ პროცესებს სიკეთის და ბოლოტების დაპირისპირების ჭრილში მე ვუყურებ, აი ესე იგი ხდება რაღაც პროცესები, რომლებსაც ვიღაცეები კიდე ზემოდან, აი მთავრობებს ზემოთ მდგომი რაღაც ესეთი ხელშეუხებელთა კასტა, რომელიც ეპსტინის ფაილებში ფუნქციონებს, მაგრამ ვიცით ვინაც არიან, მაგრამ არავინ მათ არ ეხება, ანუ მათთვის ყველაფერი ნებადართულია და ისინი პერიოდულად აწყობენ ასეთ რაღაც სიტუაციებს სოფლიოში, სადაც ყველგან აყავთ თავისი თარობებში დაჯინენი ხალხი და თავისი აგენტურები და შემდეგ, რომ ისეთ სიტუაციებს აწყობენ, რომ როცა უნდა ომი დაიწყოს, როცა უნდა პანდემია დაიწყოს და მე ახოციებენ ამ ხალხს. ერთმანეთს თვითონ ამაზე ფულს აკეთებენ და არა მარტო. ემზადებული აქვს, წინასწარ ნიადაგს ამზადებენ ხოლმე ამ მედიების საშუალებით შემდეგ. რეალურად ნახე მედიების დასანქცირებაზე იყო ატეხილი მთელი ამბავი, ზოგი გლოვობდა, ზოგიც გამარჯვების ყიჟინას დასცემდა და მე ზუსტად იმ ჭრილში აღვნიშნავ, როგორც შენ თქვი კობა, რომ აქ კი ბატონო, ჩემთვის თავარი არის ის, რომ ესენი არიან პროპაგანდისტი ტელევიზიები და მხარეები არიან ორივენი ოცნების მხარე ტელევიზიებია, მაგრამ აქ უბედურება ის არის, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკურ ჭრილში, მსოფლიოს თვალში გამოჩნდა, რომ ბრიტანეთმა საქართველოს ტელევიზიები, ოცნების ტელევიზია, იქ არავის არ უხსენებია. რეალურად გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ტელევიზიები მაგრამ მისი ბრალია, ისევ ჩვენი და ესე ოცნების და 13 წელია მთავრობაში ხართ, ესე თუ ისე, ხო? და ამ დროის განმავლობაში ნეოლიბერალური პარადიგმიდან ვერ გამოხვედით. და ესე როგორც ეკონომიკაში, როგორც აი ყველა სფერო ჩაფლეს მაგ კუთხით. თუნდაც არაბების ინვესტიციებზე ვისაუბროთ. ანუ ესე ვიცით, რომ ვინაც ფულს იხდის, ის უკვე დავს მუსიკას, ხო ხა? არაბეთის საემიროებს თავის ინტერესები არ გააჩნიათ მაგ რეგიონში, როგორ გონიათ. და ისრაელს არ აქვს კიდე მათთან ისეთი კავშირები და ისეთი მოკავშირეობა, რომ არაბეთის საემიროების, ვთქვათ, კაპიტალის შემოსვლით ისრაელის გავლენები არ გაიზრდება საქართველოში, ისაც გაზრდილი არის მოსადის ხელში არა, ესედაც დახევრად, როგორც ასაკობრივად. აი ზუსტად დასაწყისშივე თქვი, როდესაც დაი ფულს იხდი, მუსიკას შენ უკვეთავ. ამ ხელად თანხით რო შემოდის, როცა შენი ქვეყნის ბიუჯეტი არ არის ლამის ამ ხელად, ამ ხელთანხა შემოაქვს ინვესტიციის სახელით, დათქმების გარეშე, მაგას წელიწადზე მეტი აღვერი ვარ. დათქმების გარეშე არც ერთი ეკონომიკური, აი ესეთი დიდი ხელშეკრულებები არ იდება. და როდესაც ხალხმა არ ვიცით რა დათქმებზე მოეწერა ხელი და 4 წრით მოსულმა ხელისუფლებამ, რა პირობებით გასცა ფაქტიურად ქვეყანა, არ ვიცით, ამაზე დიდი საფრთხე არ არსებობს ქვეყანაში. მიწა იყიდება, ეს რაც უნდა დავარქვა მიწას ამისთვის ქართული მიწა თქვა კათოლიკოს პატრიარქომ არ უნდა გაიგებს, რომ მაინც აკეთებენ და უცხოურ გავლენას არ არის, აი ამ ხელა ამბავი რო იყო და არის ატეხილი ეს უცხოური გავლენის წინამდე კანონზე და დასდევენ აი ამ NGO-ებს და ჟურნალისტებს და ასე შემდეგ, ხო რაღაცა ტელევიზიებს და გაზეთებს, ხო? გასაგები არის, მაგრამ 6 თუ 7 მილიარდიანი არაბული ფული არ არის უცხოური გავლენა? და როცა თქვენ მუშაობდით იგივე ამ მსგავს ორგანიზაციებში, ან მაგალითად ევროკავშირის, ან მაგალითად გერმანიის გარკვეული იქიდან იღებდით ფულებს ხელფასებს და თქვენ იღებულობდით ასევე მათგან დირექტივებს განათლებას, ასე შემდეგ.
მათმა არ მოახდინეს თქვენზე გავლენა და თქვენ არ გამოდიოდით იმ პერიოდში მაინც დასავლეთის და უცხო ძალების გავლენა საქართველოში? ანუ ესე იგი როცა არ უნდათ ვინ და ვისაც უნდათ იმათ იარლიხს ააკრავენ ეს უცხოეთის გავლენა. შეიძლება თქვენ აი კობა კუპრაშვილი არის გერმანიის მოქალაქე და ამიტომ ეს უცხოური გავლენაა. რაზეც საუბრობს. ახლა მე რამე ვისაუბრე გერმანიის ესე ვთქვათ ინტერესებიდან გამომდინარე, რამე შეატყვეთ ამას რომ მე გერმანიის ახლა რაღაც ინტერესების ვისაუბრე ქართულ აუდიტორიასთან და არა საქართველოს ინტერესებზე და საქართველოს პრობლემაზე. მე საქართველოს მოქალაქე ვარ უპირველეს ყოვლისა და მე რო ვარ გერმანიის მოქალაქე. ახლა არ ჭირდება საქმეს რომ გქონდეს ორმაგი მოქალაქეობა. იმიტომ რომ საჭირო არის თავდაცვისთვის, თორე იმიტომ კი არა რომ რაღაცა, ხო, ჩემთვის პირადად რომ მე შემეძლოს იმაზე ვისაუბრო, გარკვეულწილად შემეძლოს ამისი თქმა, რასაც მე თქვენ გეუბნებით. და აი ამიტომ, თორე იმიტომ კი არა რომ რაღაცა ისა კობა კუპრაშვილი მასონი იყო და ამიტომ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა, ან რაღაცა. მეორე მხრივ რუსია იყო და რუსეთი, იმიტომ რომ რუსეთშიც იყო ჩასული და იქ ესაუბრა რუს თქვათ პოლიტოლოგებს თუ ექსპერტებს ერთ-ერთ ფორუმზე, ხო? ყველანაირი იარლიყის აკრაშილება რა. დღევანდელ სოფლიოში არ შეიძლება რომ პოლიტოლოგი და ასე თქვათ მეცნიერი იყოს ჩაკეტილი თავის ქვეყანაში და თავის ნაჭრში და არავის არ შეხვდეს და არავის არ დაელაპარაკოს. და ეს იმას არ ნიშნავს ხალხო რომ ვიღაცას თუ შეხვდი დაელაპარაკე და აზრი გაუცვალე და ეკამათე და შენი ის დაანახე, შენი ქვეყანა დაიცავი და შენი ქვეყნის ინტერესები, ხო? ეს იმას არ ნიშნავს რომ ვისაც ელაპარაკი იმის აზრზე გადადი და იმისი აგენტი გახდი რაღაცა. აი ესეთი სასწაული რაღაცა ჭირს ამ ხალხს რა საქართველოში რა მე ვიღაცები გამოჩნდებიან ბოტები და ტროლები ვინაც თვითონ თავის სახეს ასუს არ ანახებენ ამ ხალხს მოფიქრებული სახელებით და ჩემი Facebook-იდან აღებული სურათებით კიდე დაიწყებენ манипуляციას და ტყუილების ლაპარაკს და ასრულებენ კიდე ამ ხალხს მაგრამ ნუ ახლა ამას თავი დავანებ ბატონო კობა ეს AI თლად დაგვუყავს ეს რა თქმა უნდა ახლა ეს რა ქვია AI არ არსებობდა AI სათუთ არ არსებობდა როდესაც ჩემს თავზე გაკეთებული მზის სათვალე რომელიც რაღაცა ირეკლავდა ეგ ძალიან შავი იყო და რაღაცა მონათლეს ებრაულ კიპად ანუ ქუდად და ეს ებრაელის ქუდი ეხურაო კობა კუპრაშვისო თან თავისი ქორწილების დღესო და რაღაც მოიფიქრეს ისტორიები და თუ ჩემი მეუღლე თუნმე ებრაელი ყოფილა და ასე შემდეგ რა ხო და ახლა ნუ ახლა ამაზე რა უნდა ილაპარაკო კაცმა გელაჩი ჯვარი დავიწერეთ. ხოდა თელმა ქუთაისმა იცის, მაგრამ რავი რა, ხა ენას ვალი არ აქვს და რაც უნდა იმას ილაპარაკებენ და რაც უნდა ის იმას შეეცდებიან, რომ ხალხი ვიღაცა ხო მაინც დაიჯერებს. აი ამ იმით რა, რომ ვიღაცა ხო მაინც დაიჯერებს, რომ აი ეს კიპა ეხურა თავზე და ებრაელების რაღაცა ესე კავშირი აქვს. და ებრაელების კავშირი თუ მაქვს, ებრაელების და მოსადისто და ისრაელის სასარგებლოდ რა გავაკეთე და რა ვთქვი მაინც აი ეს მაინც საერთოდ არ გააკეთებდი მაგ თემას არ შეეხებოდი საერთოდ ნუ არა შეიძლება შევხებოდი მაგრამ მაშინ ვქნებოდი მიკერძოებული ხო მაშინ ვქნებოდი მაშინ დაინახავდი რომ ეს კაცი ისრაელის ინტერესებს ატარებს და ისრაელს უჭერს მხარს და იძახის რომ აი მოხდა იქ რა ქვია ტერორისტული აქტი და ამიტომ ისრაელს აქვს უფლება და მე რა რომ გენოციდს ახორციელებს გააკეთოს ძალიანაც კაი რაღაცებს ვიტყოდი მაშინ მეც ხო ხარე რო იყოს რა არ მინდა ამაზე აპარაკის გაგრძელება სისულელეს და რაღაც აბსურდულ ბრალდებებს მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ესე ჩვევიათ რომ ეს მოდის საიდან მოდის ისევე სისტემიდან როდესაც სისტემა დაინახავს რომ ესა თუ ის სუბიექტი და ინდივიდუუმი და ესა თუ ის პიროვნება მისთვის სახიფათო ხდება კომპრომატები რო არ გააჩნიათ აი ესე იგი კაცი ესე 48 წლის კაცი ვარ და საქართველოშიც მიმუშავე მოღვაწეა და ამნეხანია ევროპაშიც ვარ და გერმანიაში ვარ და ერთი ვერაფერი ვერ მონახეს ჩემ ბიოგრაფიიდან, რამეზე რო ეთქვათ, რომ აი რაღაცა შავი ლაქა რო ენახათ და რაღაცა ზღაპრების მოფიქრება დაიწყეს. პირადზე რომ ესე ჩემი მეუღლე ვინ არის და ჩემი მეუღლე არის რუსი გერმანელი, მაგრამ ეს არის უბრალოდ გერმანელი ის იყო. წარმოშობით გერმანელი და იყო ევანგელიკური ეკლესიის, ასე ვთქვათ, პროტესტანტები ქვია აქ და მოინათლა მართლმადიდებლობაზე, როდესაც ჯვარი დავიწერეთ გელაჩი, იმიტომ რომ ესე ხوار დაგწევდნენ ჯვარს და ბიჭო ადამიანი გერმანელი ადამიანი მართლმადიდებლობაზე მოუნათლე და ცურად მოვიყვანა და ჯვარი დავიწერეთ და იმას მაბრალებს კიდე ეს რა ქვია იმას რაღაც სისულელეებს ხო და აი რა უნდა უთხრა ამ ხალხს არ ვიცი რა აი ამ სიბინძურეს არ ვიტყვი ხარ სიტყვაზე რო კაცო ებრაელი შეყვარებოდა სხვას ვინმეს და მოიყვანა ცუდ რა მე სიტყვაზე ხო მარტო მაგი რამეს ნიშნავს მაგრამ აი ამას რომ მოიფიქრებს ვიღაცა და ამას რომ გაავრცელებს და შენ სულაც რო ეღებს შენი Facebook-ზე და ამას რო იტყვის რომ ეს სათვალე კი არა კიპა იყო და რაღაც სისულელები და ამას რომ გამოაქვეყნებს თავის რაღაც კონსპირატიულ საიტზე
ისე რომ თავის ვინაობას არ ამხელს და ამას რო ხალხი იჯერებს, აი იმ ხალხს რა უნდა ვესაუბრო. და ამის გამო აი რომ რაღაცა მე შენ გცემ პატივს და როცა მომიწვია მე შენ არ გითხარი უარი ამ ინტერვიუზე, მაგრამ მაინდა-მაინც აი ამ სიბინძურეების გამო დიდი ეს თქვა რა აი მე პირადად და ჩემ ოჯახთან თუნდაც ჩემს აქვე მას ცოლშვის რა პლუსი გვაქვს მაგალითად აი ამ სიმართლის ლაპარაკისგან თუ არა პრობლემები თუ არა თავდასხმები თუ არა პრობლემები შექმნა თუ არა სამსახურებში ვიღაცების ვთქვათ ინკოგნიტო და ასე ვთქვათ უსახელო წერილები და ასე შემდეგ სამსახურების დაკარგვები და ასე შემდეგ და შემდეგ ხო ამის გამო გარდა მე რა მიმიღია მაგალითად იმისათვის რომ ჩემ ხალხს ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებოდა ყოველთვის მაგრამ ეს ყველა მის რომ ყობა კუპრაშვილს სიმართლე გითხრათ უმადურ ბრძოლაში ვართ მაგ კუთხით და შეგუებულებით ვართ ასე თუ ისე და უბრალოდ ჩემთან ის სივრცეა სადაც ცენზურა დილციტყვობა კომენტარებშიც კი არ ვაჭაჭანებ და უკვე ისეთი გემოვნებიანი მაყურებელი ჩამოყალიბდა ჩემთან და მოგროვდა შეგინება რომ უნდათ ერთი შემთხვევა მქონდა ბატონო ყობა ითხოვს ვიღაც ახალგაზრდა ამოსვლას მეთქი ამოგიყვანთ კი ბატონო მაგრამ იმ ხელა შესავალი გავაკეთე ამოვიყვანე ტიპი და რისი თქმაც მინდოდა აღარ მინდა ქალბატონო ჩავედიო შეგინება უნდა მე რომელიღაც სტუმრის პოზიციები არ მოეწონა და შეგინება უნდა ისეთი რაზგონით ითხოვდა ამოსვლას 9 ჯერ დამიწერა და ამოვიყვანე ისეთ შესავალი გააკეთე ქალბატონო ვეღარ შევიგინები და ხომის და ჩავიდა ძალიან სწორი პოლიტიკაა და მადლობა შენ რა თქმა უნდა ქრისტიანი მართლმადიდებლები ვართ და ბილციტყვაობა ცოდვაა და ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი და მძიმე ცოდვა მით უმეტეს აი ამ მძიმე მარხვაში და ყველამ უნდა თავი ვიცი რომ ხშირად ძნელია მეტყვი რომ კაცნი ვართ ყველას რაღაც შეცდომა მოუგდეს შეიძლება მაგრამ როდესაც ხალხს ესაუბრები სხვა პასუხისმგებლობა გაქვს რომ შენი ბილციტყვაობის კიდე სხვები არ შეაწუხო მეტყვი რომ ეს ხო ადამიანების ფსიქიკაზე მოქმედებს ეს შენი ნეგატიური ენერგია და შენი ის რა ქვია გინებები და რატო ისი გულისთვის ხო რამეს მივაღწევთ აი ამ გინებებით შედაქნა შეგვიძლია და მე კიდე ჩვენს თავს დავაზიანებთ რა და მე ვთქვი რომ დაბალი ინტელექტის ბრალია როცა არგუმენტები არ აქვს როცა არ შეუძლია რაღაც თემაზე გაშლილად ისაუბროს უკვე უნდა თუ არ უნდა ოწმაწური სიტყვა ადგება პირზე კახელებზე არ ვამბობ კახელებს ორგანულად აქვს დილას საღამოს გამარჯობა გინებით იწყება მეგობრებთან ეს იუმორში აქვს უკვე და მიჩვეულები არა კახელებზე არ მაქვს ლაპარაკი ჩემი პატივსაცემად და მოკითხვა ყველა არა მარტო კახელებს არამედ ყველა საქართველოს ყველა კუთხის შვილებს და ყველა ქართველები ვართ და ყველანი მიყვარხართ და ჩემი უსაზღრო სიყვარული ყველა ქართველს საიდანაც არ უნდა იყოს რომელი კუთხის შვილიც არ უნდა იყოს ის მე პირადად იმერელი ვარ წარმოშობით რო გითხრათ აბა უკრიბა ჩემი ბაბუა ჩემის ასე ვთქვათ წარმოშობაზე რო ვისაუბრო და მამა ჩემის მაგრამ პრინციპში კუპრაშვილები კახეთშიც არიან იცით აი კახელ ხო და მე არ გამოვრიცხავ მაგალითად რომ აი მე ჩემი ის ვთქვათ გენეალოგიური წარსული შეიძლება მე-17 საუკუნემდე ვიცოდე რომ იქ იყო სოფელ ცუცხვათში მღვდელი თუ დეკანოზი კუპრაშვილი და მისი შთამომავლები ვართ მათ შორის ჩემი ახლომაცისავე არის ბატონი ჰენრი კუპრაშვილი რომელიც ცნობილი არა მარტო მოღვაწე და არა მარტო ვთქვათ პოლიტოლოგი არის არამედ არის კოლხური ცურვის ტრადიციების აღმადგენელი ხელფეხშეკრულმა გაცურა ბოსფორი კაცმა და საკმაოდ ეს ასაკშია მაგრამ დღემდე კიდე დარბის და რეკორდებს ამყარებს ავი მე არ მაქვს მაგდენი სთავი იმ კაცს რო შეუძლია და ვამაყობ ნამდვილად ბატონი ჰენრი კუპრაშვილით მაგრამ აი ბატონმა ჰენრიმ უფრო მის დამსახურებაა რომ ჩვენ ცოტა შტოებით მაინც დაშორდა ამიტომ რომ თბილისში წავიდნენ მისი შტო თბილისში წავიდა და თბილისში გააგრძელა და ჩვენ ქუთაისში ასე რომ ვთქვათ ჩემი მამის შტო და მომნახა თვითონ ფაქტობრივად და მონახა თავისი ნაცსავი და მონახა ჩვენი წინაპარი მე-17 საუკუნემდე და ცუცხვათში მაგრამ მე ისიც ვიცი რომ აი მანამდე აი კახეთშიც რომ არიან კუპრაშვილები აი ნახეთ რა საინტერესო რაღაცაა იქ მე-14 საუკუნეში როდესაც სწორედ ირანიდან და ასე ვთქვათ შაჰ-აბასის დროის პერიოდი არის როდესაც მოხდა კახეთის ფაქტობრივად განადგურება და იქ ზოგი უმრავლესობა მოკლეს, უმრავლესობა გადაასახლეს ფერეიდანში წაასხეს და ვინაც შეძლო კიდე ზოგი მთებში გაიქცა და იქ აღმოსავლეთის მთიანეთს და თუ საფრთხეს შეაფარა თავი და ზოგიერთი იმერეთში წამოვიდა და იმერეთში შეაფარა თავი და როგორც დაცულ დასავლეთ საქართველოს და მე ვერ გამოვრიცხავ რომ შეიძლება ჩემი წინაპარიც იმ პერიოდში კახეთიდან წამოსული კუპრაშვილები იყოს და მე ასეთად მოხვედრილები იმერეთში და კერძოდ ოკრიბაში
არ ვიცი ნამდვილად. ეს ჩემნაირი დამოკიდებულება გქონიათ ქართველობაზე და კუთხეებზე. როცა მეკითხებიან, რომელი კუთხიდან ხარ, საქართველოს შვილი ვარ თქო, იმიტომ რომ ქართველები ესე ვართ, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ქსელი ვით არის რაღაც და ყველა კუთხეზე ვარ მოდებული და ამიტომ კონკრეტულს თითქმის არასდროს არ ვამბობ ხოლმე საქართველოს შვილი ვარ, იმიტომ რომ ყველა კუთხეში ვიღაც მყავს. უბრალო ნაცნობას არ გულისხმობს სისხლის ნათესაობას ვიძახი და ძალიან გამიხარდა ეხა ეგ მონახაზი ფერეიდანი ვახსენეთ და ჩვენი ქართველებია ჩვენ არ მოდი მოვეფეროთ საინგილოდანაც გვიყურებენ ხოლმე და ფერეიდიდანაც გვიყურებენ ხშირად და მოვიკითხოთ ეს ჩვენი რა თქმა უნდა რისკის ქვეშ არიან ირანში ცხოვრები ქართველები იმიტომ რომ ირანს ეგ როგორც ხედავთ ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ თავდასხმა ელის არის ძალიან უშუალო აი ამის წინაშე და თქვენ გითხარით აი საქართველოს რა საფრთხეები და რისკები აქვს აქედან გამომდინარეო და რა თქმა უნდა რისკი არის იმის რომ წამოსული ტოლვილთა დიდი ნაკადი წამოვა ამიერკავკასიისკენ და ამიერკავკასიის გავლით ზოგი რუსეთისკენ შეეცდება რუსეთში გადასვლას იქ რო დიდი ტერიტორიები არ და რუსეთი ასე თუ ისე მაინც ირანთან ასე რომ ვთქვათ უკრაინის ომიდან გამომდინარე ცხებულობდა რაღაც თავის ტექნოლოგიებს და დღემდე აქვს ურთიერთობა და თანამშრომლობა და საქართველოს არ იქ მზად აი ასე პროცესებისათვის აი ამ მილიონიანი ტოლვილების ტალღა თუ წამოვიდა ღმერთმა გვაშოროს ნამდვილად რა მაგრამ ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არის მათ შორის კითხვის ნიშნები არის აი იმ არაბულ ინვესტიციაზე და იმ მილიარდებზე და რაც იქ შენდება და რაც არ გვეუბნებიან რა ვინდა როგორ და რას აპირებენ მე იმაზე რა მაგალითად ღაზა სექტორში რაც ხდება და იქ გენოციდი და იქიდან როცა ხალხი წამოვიდეს სად მიყავთ ამ არაბებს იმიტომ რომ არავის იმათ მიღება არ უნდა ეგვიპტეს იმათ იმ მიღება არ უნდა იმ არაბების ვინაც იქ ცხოვრობენ ღაზა სექტორში იორდანიას იმათ მიღება არავის არ უნდა რა კი არ გითხო მუსლიმანები არიან და რაღაცა ერთმანეთს ესენებით მაგრამ საქმესაგუზრო მიდგება იციან რა დიდი პრობლემები იქნება ისეთი ხალხი როგორც ღაზის მცხოვრებნი და იქ ხამასის ასე ვთქვათ მთელი ქსელი არის ხო ახლა იმათ გაარჩიებენ შენ დედამამალი ხო ვინ იყო ხამასის სატერორისტი და ვინ არ იყო ხო ხამასის წევრი ხო ხო და ამიტომ არავის არ უნდა მიღება და რავი ჩვენთან ესეთი ქვეყანა გახდეს საქართველოს გახადეს ასე რომ ვთქვათ როგორ გითხრათ აბა ნინიას ბაღივით მოდი რა ვისაც არ ეზარება ყველას უვიზოთ შემოსვლა ყველას უვიდოთ გასვლა ახლა დაიწყეთ რაღაცები რომ ისაო რა ქვია ვისაც არა აქვსო რაღაცაო გლოვოს და რაღაც მიმტანად ვეღარ იმუშავებსო ვისაც აქ მუდმივი ცხოვრების უფლება არა აქვს რა ვეღარ იმუშავებს და ჩამორიგებულია ეს მუდმივი ცხოვრების უფლება რა პრობლემაა მინდა არჩა კიდე ვინმე ვისაც არ მიეცით ამ მუდმივი ცხოვრების უფლება და მოქალაქეობაც კი არ მიეცით ჩვენზე მეტიოლად მე უფრო გამიჭირდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა გამოცდები მაბარები ეს პროფესორ კაც საქართველოს ისტორიაში და ენის ცოდნაში და კიდე რაღაც კიდე სამართლის საფუძვლებში ყობა კუპრაშვილის ჩააბარებიას გამოსდები და რაღაცა ძალიან მაინტერესებს ის ირანელ პაკისტანელ არაბები როგორ აბარებენ მაგას გამოცდას ბატონო ყობა მე ვამზადებ და ფულს ღებულობ მაშინ და მე აბარებენ შემოზადებ გაჩერდით ეხა ამას ამოგუჭრია და მაგას გაარჩენებ და ყობას ყოფილა ყველაფერიო ეს რა ხუმრობაც არ შეიძლება ისედაც არ ამოჭრა ზოგიერთ მაგისაც უნდა გეშინოდეს კი ნამდვილად თან კიდე იციან რომ ხანდახან რა არის აი ციტატას რო ვიტყვი აი მაგალითად ამ ადამიანმა თქვა და რო თქვა ციტატა რომ ასე და ასე იმას არ იტყვიან რომ მე მამდე წავა ამ ადამიანმა თქვა კი ციტირება გააკეთეს ხვისინა თქვა ჩემი რა თქვა ამოჭრიან და რა თუნდა ხა დღეს კიდე რა უნდა მაგას რაც ამი თქვია იმასაც კი მათ გათქმევებენ ხელოვნურ ინტელექტს თუ მოინდომესა რა ჩემი ხმის ადაპტირებით ამიტომ რავი რა მე მგონი მინაციცის გამგები გაიგებს მე რასაც ვამბობ და ჩემზე არ არის ახლა საუბარი მე რასაც ვისაუბრებ დღესაც ვისაუბრებ ესე იგი ფაქტურად აი დგევართ და დგას მთელი კაცობრიობა როგორ გითხრა ალბათ ეგ რა არ შეგაშინოთ რა მაგრამ ესე არის ეს რაღაც ყოფნა არ ყოფნის ზღვარს ვეძახი მე ხო რავი რა უკვე აი თუ კი ეს ახლა დაიწყო და ესეთი პირი უჩანს ძალიან ცუდი დედაშვილს რო არ აიყვანს ისეთი პროცესები წავა უახლოეს დროს მიმდინარე წელს და ამის უშუალო ასე ვთქვათ უშუალო დაწყების და შემზადების პროცესში უკვე ვართ და აი ამისი გამოვლენებაა სწორედ მაგალითად იქ ავღანეთ-პაკისტანის ომი უკვე გამოცხადებული ომი და სხვა მოვლენები რომელზეც უკვე ვისაუბრეთ რა თუ რამე გამოგჩა კიდევ თქვენ
რამე შეკითხვა თუ გაქვთ? არა ბატონო კობა, ჩემთან უკვე დამოწურეთ თითქმის ყველაფერი რაც მაინტერესებდა. მკითხები არ მჭირდება ხოლმე, იმიტომ ხარ საინტერესო რესპონდენტი, რომ მე რომ მგონია რომ რაღაც ჩანიშნული მაქვს, უნდა ვკითხო, მე არ მჭირდება კითხვა. დინამიურად გადადიხარ თავიდან ბოლომდე ისე, რომ ფაქტიურად გისმენ დიდი სიამოვნებით. მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, როგორც ყოველთვის სითბოსთვის, ყურადღებისთვის, კომენტარებში ძალიან ბევრი პოზიტიური დაიწერა თქვენთან მიმართებაში ბატონო კობა, გცნობენ Facebook-იდან, გაკვირდებიან და მადლიერნი არიან COVID-ის პერიოდში თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის და ამ მადლიერებას კომენტარებში ასახავენ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, თუ ვინმეს კითხვა გაქვთ რაიმე ბატონ კობასთან, თუ კი ქვემოთ დაწერთ, იმ შემთხვევაში ზემოთ არავის არ ამოვიყვან და დაგელოდებით რამოდენიმე წუთი თუ არა და დაგემშვიდობით ბატონ კობასაც აღარ მოვაცდენ დიდხანს. როდესაც დაანონსებული ლაივია, არ მინდა ხოლმე ძალიან გაწელილი და ხელოვნური იყოს, ამიტომ ჯობს იყოს პატარა, მოკლე და ლაკონურად ნათქვამი, რაც იყოს სათქმელი და მე მგონი ასე თუ ისე ამოვწურეთ ყველაფერი. კიდევ ერთხელ მადლობა ჩემი მხრიდანაც, ჩემთვის დიდი პატივია ჩემს მშობელ ხალხთან ურთიერთობა და ყოველი კეთილი სიტყვა ჩემი მშობელი ხალხიდან წამოსული არის ჩემთვის ძალიან დიდია ის თმაც მალამოსავით რომ დაგედება კაც გულზე და ამიტომ ჩემგანაც დიდი მადლობა, დიდი სიყვარულით ყველა თქვენს მაყურებელს და აუდიტორიას მთელ საქართველოს რაპირად. ახლა ვინაც არ უნდა იყოს მომხრე, მოწინააღმდეგე, გამზიარებელი, გამაკრიტიკოსებელი, ყველანი მიყვარხართ, იმიტომ რომ ხართ ჩემი ერის შვილები. ასევე თქვენ თეკლა დიდი მადლობა. ბატონო კობა, ეხა აღნიშნავ 200 იყო პიკზე მაყურებელი, მეტწილად 150-160 კაცი გვიყურებდა ლაივის მიმდინარეობისას, სტაბილური რაც იყო 3900 მაყურებელი არის ჯამში. არ არის ცოტა, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის გადმოიწერება ეს და YouTube-ზეც და Facebook-ზეც გავრცელდება, პატარა ამონარიც TikTok-ზეც გავუშვებ. მადლობა სტუმრობისთვის, რადგან კითხვები არაფერი არ დაიწერა, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ და მშვიდობიან სამყაროში გავგვიძებოდეს, რაც მთავარია. ნახვამდის. მადლობა თქვენ და ერთმანეთს მშვიდობა თელ სოფლიოში. ამინ, გაიხარეთ.